ანუ ქალიშვილობის ინსტიტუტი იქნეს და ანუ ძალიან იმას ჩავაბარებდი ქალიშვილობის ინსტიტუტში ჩემი აზრით მეც. Am ერთმა სატელევიზიო ინტერვიუმ მთელი სოციალური ქსელი, ყველა ინტერნეტ ვებგვერდი და ფორუმი მოიარა და გახდა მსჯელობის მთავარი თემა. ამიტომაც დღეს 23 საათზე იმედის არხზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ კიდევ ერთი დახურული და სენსიტიური თემის შესახებ ქალიშვილობის ინსტიტუტის საქართველოში. ეს ინტერვიუ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოშხნელი სასწავლებლის სტუდენტის მიერ მომზადებული რეპორტაჟი პრაქტიკული სამუშაოს დროს. ახალ სტუდიაში გვანცა ხარებაშვილს მოვიხმოთ, რომელიც გაგცემს პასუხს კითხვაზე. რატომ გადაწყვიტა ამ თემის შესახებ მოემზადებინა რეპორტაჟი? შენს მიერ ერთ-ერთი პრაქტიკული სამუშაოს დროს მომზადებულმა რეპორტაჟმა მოიარა ყველა ვებგვერდი, სოციალური ქსელი, ფორუმი და გაიხსნა დიდი მწვავე დისკუსია ამ თემაზე. ელოდი, რომ ერთ-ერთი რიგითი რეპორტაჟი, რომელიც სენსიტიურ თემას მიეძღვნებოდა, ასეთი საჯარო განხილვის თემა გახდებოდა. ნამდვილად არ ველოდი, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი დავალება ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ და უნდა გამეკეთებინო პრაქტიკული სამუშაო უბრალოდ. და ჩავთვალეთ, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი ეს თემა საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ ახალგაზრდობის რატომ შენ თაობის წარმომადგენლებს შორის არის? დღევანდელ ცხოვრებას რო უყურებ რეალობას, რასაც უყურებ, ხო, საფუძვლები მართლა შეერყა. ქალიშვილობის ინსტიტუტს. გონცა, როდესაც ეს რეპორტაჟი მოამზადე და გავიდა შემდეგ უკვე ინტერნეტ ვებგვერდებზე, ელოდი თორე ისეთ გამოხმაურებას, რომელიც მოყარას გეუბნებოდნენ შენი თანაჯგუფელები, თანაკურსელები, შენი მეგობრები. ეს რეპორტაჟი რო გავიდა, ან რო აიტვირთა, მე მართლა არ ვიცოდი, არ ვიცი ვისგან და როგორ მოხდა my video-ზე, თუმცა იმხელა გამოხმაურება მოყვა და იმდენად დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რომ მართლა არ ველოდი. მაინც მიუხედავად იმ რესპონდენტის პასუხისა, რომელმაც არ იცოდა და გააიგივა უმაღლეს სასწავლებელთან ეს ინსტიტუტი. გონცა, მინდა კითხო, თავად როდესაც ქუჩაში ატარებდი გამოკითხვას და წერდი ადამიანებს, ეუხერხულობოდეთ ამ თემაზე საუბარი მათ? კი, სხვათა შორის არც ველოდი, არიდებდნენ ჯერ კამერას თავს და წინასწარ მეკითხებოდნენ თუ რა კითხვას დაუსვამდი. და როდესაც იგებდნენ კითხვის არს, ჩაღიმილებით მეცლებოდნენ. ანუ ერიდებოდა დაკომპლექსებულია საზოგადოება, როგორც მე ვატყობ, მაინც. პრობლემა არის ეს დღევანდელ საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი და ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ რჩება ბუნებრივია შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს ამ თემაზე საჯაროდ აქვთ ერთი მოსაზრება, თუმცა თავისთვის ფიქრობენ განსხვავებულს. კი, პრობლემა ალბათ, იმიტომ რომ ხალხს კომპლექსი აქვს და არ უნდა აღიარება, რას ფიქრობს, ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს, იმიტომ რომ ქილიკის საგანი შეიძლება გახდეს. დღევანდელ საზოგადოებაში თქმა. ძალიან დიდი მადლობა. მე გისურვებ წარმატება შენს ჟურნალისტურ მოღვაწეობაში. იმედი მაქვს, რომ შენი ყოველი შემდეგი სატელევიზიო პროდუქტი და სატელევიზიო განაცხადი იქნება ასეთივე პოპულარული და კიდევ უფრო პოპულარული. მე გემშვიდობები. ეს იყო გვანცა ხარებაშვილი, სტუდენტი, რომელმაც მოამზადა საკმაოდ საინტერესო რეპორტაჟი ამ თემაზე და ეს ყველაფერი გახდა საჯარო დისკუსიის თემა. ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს, ამბობს ამ ინტერვიუს ავტორი. მინდა ვკითხო იონა შაფათავას, რეალური ჭეშმარიტებაა, როდესაც ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, თუნდაც იგივე ქალიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით საქართველოში. საქართველოში ახლა რეალურად ასეთი სიტუაციაა, იცით, ვცხოვრობ ტყუილში რეალურად, რასაც მე ვუყურებ. მართლა აკეთებენ ერთს, ფიქრობენ მეორეს და ცხოვრობენ სულ განსხვავებული ცხოვრებით. იგივეა როგორც ქალიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ასევე ოჯახებში. და რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ ეს კარგია. საიდან გამომდინარეობს ეს დღევანდელი პრობლემა საქართველოში. როდესაც ადამიანი არ არის დაკმაყოფილებული ინსტინქტების დონეზე, მას შეუძლებელია ჰქონდეს რაღაც სხვა მოთხოვნილებები, ანუ რაღაც მაღალზნეობრივ მორალზე და რაღაცებზე ის ვერ იფიქრებს. ანუ არ უნდა იყო მშიერი, არ უნდა იყო მწყურვალე და უნდა იყო ფიზიოლოგიურად დაკმაყოფილებული, რომ რაღაც სხვა რაღაცაზე იფიქრო. როგორც ჩანს, ჩვენ ვარ დაუკმაყოფილებლები. ვაღიაროთ ადამიანებო, ჩვენ საქართველოში ვარ დაუკმაყოფილებლები. და საიდან მომდინარეობს ეს და გამომდინარეობს? ეს უკვე ჩვენი განსჯის საგანი არ არის, მაგრამ უნდა გამოვიკვლიოთ, რომ შევეცადოთ რაღაცნაირად დაკმაყოფილებულები გავხდეთ. ეს პრობლემა არის დღევანდელ საქართველოში? აუცილებლად ეს არის პრობლემა. ვინ უნდა მოაგოროს ეს პრობლემა? ჩვენ თვითონ, იგივე ამ ახალგაზრდობამ. როდესაც პირველად ეს რეპორტაჟი ვნახე Facebook-ზე, ძალიან გამიკვირდა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, ეს იყო ომიანობის წლები 93, საშინელი, მაგრამ ჩვენ ვქონდა ისეთი საინტერესო, თქვათ, მისვლა-მოსვლა უნივერსიტეტს შორის, ინსტიტუტებს შორის, ბევრ რაღაცაზე ვსაუბრობდით, მონაწილეობდით კონფერენციებში. მაშინ იყო ეს თემები ღია, იმიტომ რომ ბუნებრივად ხდება კითხვა, ბოლო დროს ეს თემა გახდა ძალიან აქტუალური. ქალიშვილობის ინსტიტუტი იყო თუ არა ქალიშვილი, რატო ხარ ამდენი ხანს ქალიშვილი? ბუნებრივად ეს კითხვები საზოგადოებაში მუსილებს მუდმივად ისმევა. ბრალია, ნოდარე, გაწყვეტინებთ, ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ ბავშვები იმდენად ჩარჩნენ ამ ყველაფერში, რომ მარტო აი სექსზე ლაპარაკი ეს არის
რაღაცა აკრძალული ხილი. რატომ გახდა მე ეს არ ვიცი. ჩვენ სეგზეც ვლაპარაკობდით. მთელი დღე ჩემი ჯგუფელი მეუბნებოდა გოგა, ო იუნა რამდენი უნდა ილაპარაკო ამ სეგზე, რამდენი ვლაპარაკობდით კიდევაც ზოგი აკეთებდა კიდევაც, მაგრამ აი ქალიშვილობის ინსტიტუტში ჩაბარება ეს უკვე მე მგონი მარაზმამდე მივედით 21 საუკუნეში რატომღაც. ბატონო გივი, რეალურად რატომ არის საზოგადოებაში ეს თემა ახლა აქტუალური? იონა ამბობს რომ ეს არის პრობლემა, რომელიც რეალურად გადასაჭრელი არის. რატომ ისმევა თუნდაც ახალგაზრდობის მხრიდან ამ პრობლემას შესახებ საუბარი? ხო შეიძლება ეს იყოს ადამიანის პირადი. იმან თავად მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ არ გახდეს ეს ყველაფერი განსჯის თემა. ნუ მე გეტყვით ერთ რამეს რა. მე დიდი ხანია მანდილოსნების საზოგადოებას აღარ ვსვამ რა. და იმიტომ რომ ჩემი თავი არ მინდა მოვიტყვილო რა. დღეს საქართველოში არიან ტრუსიკოსნები და არატრუსიკოსნები. დღეს ტრუსიკი როაცია უკვე დიდი ბედნიერება აქავს რა, ისეთი დრო მოვიდა. მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს. რომ აი ხლა არის ლაპარაკი რომ რა გვინდა ეს ქალიშვილობა, ეს ნუ რა არის ეს ქალიშვილობა, ეს უკვე ეს ქაჯობა თითოლება რა ეს მე გეტყვით ერთ რამეს. ქალიშვილობაზე კი არ არის საქმე. აქ არის მამაკაცის მორალზე რა. შენ თუ კაცად დაიბადე და მამაკაცი უნდა იყო და რა ვიღაცა ტრეატ კაი რუსულ სიტყვას ვიტყვი. რა თქმა უნდა არ მომწონს ვიღაცის ლოგიში ნაგორიალები ვინც გინდა იყოს რა. მოდიში და უკანასკნელი პროსტიტუტკა რო შემხვდეს და რომ ვიგრძნო რომ აი მწუთიდან რა შემს მეტი იმისთვის არავინ არ არსებობს. შეიძლება თავი აი სამუდამოდ ვიცე მაგრამ ვიძახი რა. იმაზე დიდი რა რაც უმანკოებაა ქალში. რაც არის ის რომ აი მათ რო წამოუწილდება ხაწვები ერთი უბრალო შენი ჟესტის გულისთვის მამაკაცური აი ეს არის ქალის და კაცის ურთიერთობა მე პირადად აი იმ ამბავს რასაც ლოგინი ქვია და ინტიმური კავშირი არაფრად არ აქვს ყველაფერი არის სულის მდგომარეობა მადადან იწყება და მათ უთარდება ყველაფერი მსგავსი აზროვნების გამო მე ვაწყდებით პრობლემას, რასაც ქვია ქვეყანაში მეორადი ქალიშვილობა, რომელიც პლასტიკურ ოპერაციებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. მე ვფიქრობ, რომ მეორადი ქალიშვილობა და მესამედი თუ რაღაცა ქალიშვილობა, ის ქალი უკვე თავიდანვე არაფერი არ არის. ის უკვე გახწნილობის ყველაზე დიდი მორევია და ვინც მაგაზე მიდის, ის უპირველეს ყოვლისა თავის თავს ატყმილებს და თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას. ეს მამაკაცი შეურაცხყოფა შეიძლება იმ კაცმა ვიღაცამ ეს მართლა ჭამბობს და ის იყოს წესიერი კაცი რომელიც შეყვარებული იქნება მასში ბოლომდე თავის ცხოვრების მაგრამ მისი სინდისის წინაშე ის ხო იქნება ყველაზე დაბალი დონის ადამიანი ვინც არსებობს ამ ქვეყანაზე. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო გივი სიხარულიძე. ქალბატონო ლალი, როდესაც ბატონი გივი საუბრობს, რომ თავარი ქართველი კაცისთვის, კავკასიელი კაცისთვის მაინც უნდა იყოს ქალის უმანკოება. რეალურად ხომ არ ვაწყდებით ამის შემდეგ პრობლემებს, რომელიც ახლა დგას დღის წესრიგში, როდესაც გოგონები საჯაროდ ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს, ან როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ისინი გახდნენ მეორადი ქალიშვილები. მეორადი ტანსაცმელს აღარ ვყიდულობდა, ქალი რა ტმიდა კაცო. არა მე მინდა გითხრათ ჩემ პერიოდში აი მაგალითად არაჩვეულებრივი ქალიც რო ყოფილიყო და თუ მას ქმართან აერეოდა რაღაცა და დარჩებოდა და დაუშვა დაანგრევდა ოჯახს იმის მეორედ გათხოვება შვილით ეს პრობლემა იყო დედამ როგორ განათხოვარი ქალი დღეს არ არის ეს პრობლემა ჩემ გარშემო პირიქით ორჯერ სამჯერ გათხოვილი გოგოები კიდევ უფრო კარგად ხოვდებიან თუმცა არ ფიქრობთ რომ გარკვეულწილად საზოგადოებას უჭირს ამ ყველაფრის გადახარშვა ეხლა უფრო ეს რასაკვირველია ჩემი აზრით აი ეს ის არის იცით უფრო პროგრესულია უფრო ტოლერანტულია ამ ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება მაგრამ რაც შეეხება ქალიშვილობის ინსტიტუტს ეხლა ეს კავკასიელი კაცისთვის არის ქალისთვისაც არის ნუ არ უნდა მე ასე ვფიქრობ ეხლა ეს ინდივიდის არის ხო ამისგან ტრაგედია თუ ექმნება ვიღაცას და ენგრევა ყველაფერი ესეც საშინელება გააჩნია ვინ ხდება როგორი შეხვდება და თავი ლალი ის არის რომ ამისგან ჩვენ დღევანდელმა ვიღაცებმა კომედია გავაკეთეთ ტრაგედია დიახაცრო ტრაგედია და ეს უნდა ვიცოდეთ ქალიშვილობის ინსტიტუტის პრობლემა ქვეყანაში ტრაგედია ადამიანის სინდისი ადამიანის პიროვნული თვისებები მხოლოდ აპკში არ მდგომარეობს მაპატიეთ
რაც შეეხება სხვა დანარჩენ პრობლემებს, ეს პრობლემები დგას საქართველოში, რასაკვირველია, თუმცა ყველა მამაკაცმა მაპატიეთ რომ ჩათვალოს, რომ თუ ქალბატონი ვინმესთან ყოფილა, მისი პატიოსნება აბსოლუტურად შემღალულია, მაშინ ყველა ერთხელ გათხოვილი ქალი შეიძლება სამუდამოდ გაუთხოვარი გადარჩეს. შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს ისე, რომ რაღაც ტრაგედია შეგემთხვეს, დაგენგრეს ოჯახი, შეიძლება ამას შეიძლება და არავინ გაიცნობს. ყველა ადამიანს აქვს თავის ცხოვრება, მე ვთვლი და ყველას უნდა ვაცადოთ, რომ იცხოვროს თავის ცხოვრებით. მე არ ვამბობ, რომ ადამიანები აღვირახსნილად უნდა ცხოვრობდნენ, ყველა ადამიანმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავის ინდისერება, თავის პიროვნული თვისებები და ყველა ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ მაქსიმალურად იცხოვროს კომფორტულად თავის სიმართლეში, თუმცა ის რომ ადამიანის შეცნობას დაუშვებს, ეს არ შეიძლება გახდეს საზოგადოებისგან შერაცხვის მიზეზი, ასე ვთქვათ. ქალბატონო მანელა, ზიმეთურთი აიცხორო თანამედროვე ქართულ რეალობაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო არა მარტო იმ კითხვას არ გისვამს შენ, რომ ქალიშვილობის პრობლემასთან დაკავშირებით, არამედ გეუბნება, ეს არის ქალიშვილი, ეს ადამიანი არის გასათხოვარი. ძალიან ძნელია ილაპარაკო აი ეს საჯაროდ, მით უმეტეს და ხანდახან ძალიან სასაცილო მდგომარეობაშიც აღმოჩნდები. მე არ მიმაჩნია, ძალიან უხერხულია მიიყვანო ქალიშვილი გასაცნობოთ და გაიცანი გინაცვალ ეს ქალიშვილია. როგორ არ ხდება ბატონო, გივი ხდება და უარესები. მეგობრები, ასე წარგადგენენ ხოლმე, ხო? უიმე როგორ არა, მე უარესად გაიცანით, ეს ჩვენი ანტიკვარია. რაც ნიშნავს ანტიკვარია? გიქმნით ეს გარკვეულ დისკომფორტს თქვენ? იცით რა არის? არ მიქმნის. აი ვიცინი ძალიან კარგად და ძალიან კარგად ხალისობ. გასაგებია, ჩვენ აუცილებლად ამ თემაზე საუბარს განვაგრძობთ. ბატონ ლევანი, ბოლო პერიოდში ეს თემა არის ძალიან აქტუალური. ყველა ამ თემაზე საუბრობს, თუმცა ყველას გააჩნია განსხვავებული აზრი. რატომ გახდა ეს თემა აქტუალური? რატომ არ უნდათ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას, ჯგუფს, რატომ არის გავრცელებული ერში თუ გნებავთ აზრი იმის შესახებ, რომ პატარძალი სასურველია, უფრო კატეგორიულად რომ ვთქვათ, აუცილებელია, კიდევ უფრო კატეგორიულად თუ ვიტყვით, სავალდებულოა, იყოს ქალწული და ამას საზოგადოება აკონტროლებს. საზოგადოება ისტორიულად ამას აკონტროლებდა და ამას ძალიან სერიოზული ისტორიული ფესვები აქვს. თუ ჩვენ იმის განხილვაში შევალთ, რატომ იყო ეს ასე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს მითოლოგიას, ქართულ თქმულებებს, გადმოცემებს და არა მხოლოდ ქართულ სხვათა შორის. ქართულ სინამდვილეში ეს საკითხები არის შესწავლილი, არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო ეთნოგრაფიული და სხვა სახის გამოკვლევები ამასთან დაკავშირებით და არც ისე სახითხითოთ და სახორხოცოდ გვაქვს საქმე, როცა ამაზე ვაპარაკობთ. ბატონ ლევანი, რატომ გახდა ეს ყველაფერი ქილიკის თემა? რატომ დაუბრუნდა საზოგადოების გამო, ნოდარ, უმეცრების გამო, როდესაც არ ვიცით, რას ვიღებთ და რატომ ვიღებთ. ვიღაცას გონია, რომ თუ ადამიანი არ არის ქალწული და არის განათხოვარი ან მამაკაცთან ნამყოფი, ასეთ შემთხვევაში მას უნდა ჩვენ სხვანაირი თვალით შევხედოთ, მის პატიოსნებაში ეჭვი უნდა შევიტანოთ. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აქ კონკრეტულად არის საკითხი განსახილველი და ზოგადი რეცეპტების გამოწერის უფლება არავის არ აქვს, არავის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. ერთადერთი რაც არის აქ ანგარიშ გასაწევი და რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს, თუ ის ქვეყანაა ცხადია, რომ თავისი ერი ყავდეს ინფორმირებული. რა სახის ინფორმაცია? არა მარტო იმითი ჩინეთში წყალდიდობა იყო თუ არა, არამედ იმითი რას ნიშნავს და რატომ არ არის სასურველი ამის გაკეთება. სალექსიო კურსი ხო არ იქნება ქალწულობასთან დაკავშირებით? ხედა ღამე თქვენნაირმა ტელეარხებმა ამგვარი საგანმანათლებლო კურსებით უნდა გამოუსწონ twini საზოგადოებას. უნდა ასწავლონ რა განსხვავება. უბედურება არის ის, როდესაც ვიღაცა, როგორც ბატონი გივი ამბობს ხოლმე ხშირად, მეორადი ქალიო და სადღაც კლინიკებში ხდება აღდგენა საქალწულე აპკისა. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა, როდესაც მომავალი ცოლ-ქმარი პირველსავე ნაბიჯს დგამენ ერთმანეთის. ახლა ის კაცი მე მგონი უკეთესია რქებდადგმული დადიოდეს, ვიდრე მოტყუებული, რომ ისიც კი არ იცოდეს, რომ რქები ადგას. ძალიან დიდი მადლობა. ნიკა, ძალიან ბოლო პერიოდში თანამედროვე ქართულ კინოში, ასევე სერიალებში ძალიან ხშირად ხვდება იგივე ქალწულობის პრობლემასთან დაკავშირებით, თუნდაც შენ ხარ ძალიან ცნობილი მეგაპოპულარული სერიალის სცენარისტი გოგონა გარეუბნიდან, სადაც საუბარი არის მაგალითად ერთ-ერთი პერსონაჟი ძალიან დარდობდა, რომ მან დაკარგა თავისი ქალწულობა და ამის გამო იყო დიდ განცდებში. ნოდარ, რატომ უბრუნდებით თუნდაც ამ თემას სცენარისტები, რატომ გამოდის ისევ ეს თემა სააშკაროზე და ხდება აქტუალური?
იცი რა, ჩვენ ვცდილობთ რომ ეკრანზე იყოს ის, რაც საზოგადოებისათვის არის საინტერესო და აქტუალური. აი, როდესაც ის ციცინიოს მაგალითი, რომ ციცინია წავიდა ხელიდან და დაწვა კაცთან, გურიდან გვირეკავდნენ. ჩვენ როგორ გაბედეთო, თქვენ რომ გურული ქალიო ვიღაცასო ჩაუწინეთო ლოგინში და თვითონ ნერვიულობდნენ მსახიობები, რომ დედა ესცენა და აქამდე ეს ღამის ისენი ეცვათ და ძალიან რთული იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო და რეაქცია გამოიწვია საზოგადოებისგან უმეტესწილად ერთფეროვანი, რომ როგორ გაბედეთ თქვენ რომ ამისთანა პატიოსანი საზოგადოებისათვის საყვარელი პერსონაჟმა ესნა. აი ჩვენი საზოგადოება ეხა ხო? არაჩვეულებრივი ბავშვები, რომელიც აი ესეთ ბატონ გივის კომენტარზე, როდესაც აუცილებლად უნდა იყოს ქალიშვილი, სულ ყველამ დაცხო ტასში, ხო და დაუგრა. ქალბატონი იონა, ეხა მე ალბათ არ მიცნობს, ბატონო? იონა. ხო, მე არ მიცნობს, მაგრამ მე მახსოვ ხარ ძალიან კარგად, მე უნდა გავიხსენო 90-იანი წლების მიწურული, ჩვენ მეზობლები ვარ პლეხანოვზე, აღმაშენებელზე და მე ყოველ დღეს იგი ცხოვრობ დაახლოებით მაკდონალდსთან აღმაშენებელზე და ვსწავლობდი 24 სკოლაში. ბევრი რამე გახსოვნებენ. ბევრი რამე თქვენ შესაძლოა. იონას ცხოვრების საიდუმლო დეტალები. და ესე იგი თუ და რომ თქვენ დაგყავთ მე როგორც ყუპები ორი გოგონა ჩაბნელებული პლეხანოვი ჩაოხრებული შიმშილი უბედურება 90-იანი წლები კინაცვალეთ დეა და თქვენ ორი დები რომ მიდიოდნენ და ან ჩვენ სკოლაში ვაგვიანებდით ჩვენი კლასელი აი ესე დავყებოდით კიდე სამსახურში მივდიოდი იონა რატო საზოგადოების სტიმულირებას ახდენით რა სამახრულებინე მოხდეს და მე ესეთი გულახდილი პიმშვენიერი და გამოსახული მარტო გულახდილი თუ ესეც გაახდილი მთელი პერპეტიები არა ბატონო გირი შესაძლოა ხო და რო ბრძანა მან რო ჩვენ უნდა ინფორმირება მივაწოდოთ საზოგადოებას რომ ის ამას დიდი ხნის წინ აკეთებდა და მიყვებოდა ამ საქმით მოღვაწობას რაც შეეხება ქალიშვილს და კონკრეტად ნუ გააგიზეთ ეს ხალხი როგორ ვაკეთებდი რა საკეთებდი იონა ასეც რომ აგიჟებდი ხალხს თუ შენ მიდიხარ რაღაც მიზნისაკენ და გაიხედები მოტრიალდები და ყველა ქვას მოკრიფავ შენ რასაც გესვრიან შენ მიზნამდე ვერ მიხვალ მე სულ სხვა მიზანი მქონდა ამ ცხოვრებაში ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი მაგრამ ყოველთვის იყო ის ალაპარაკო ნახე რაცია ნუ რა ვქნა ჩვენ მოსკოვში ვცხოვრობდი შენი ჩაცმულობის დამსახურება არა ბატონი გივი კამერაში კი არ უყურება შენ ხარ მისი ობიექტი დიდი მადლობა ასეთი ცნობილი ლოველასი თუ მე მიყურებ ნახევარზე მეტი უბნელ ბიჭებს მარჯვენა ხელზე პარალიჩი ქონდა და არა ეგრე არის არისო ასე არა მაგრამ ნოდარ თუ შეიძლება დავამატ იყო ძალიან დეა ერთხელ მივიდა სამსახურში აწირებული იმიტომ რომ მაშინ ძალიან ცნობილი იყო ასე იდგნენ ქალიშვილობის ინსტიტუტის სადარაჯო ჩვენ ქალიშვილები ვიყავით ნოდარ აი ხომ წარმოიდგინე ეხლა როგორ მაცვია შემოხედე ყველა მიცის ჩემი ხასიათი მაგრამ მე ვარ ის გოგონა ქალია რა ვიცი უკვე პატარა რომელიც იყო ქალიშვილი და გათხოვდა ქალიშვილად გინ დაიჯერა გუდაი თუ იყავი ასეთი თამამი თუ არაფერს არ ერიდებოდი ჩვენი კავკასიელი კაცები კიდევ კაი ვაჟიშვილი არის არა ვაჟიშვილი თქვენნაირი ვიცნობთ რა არის იცით აი ბატონ გივის ნათქვამს დავამატებ შევეკამათები ეს ახლა ამათი თაობა იყო ასეთი აი გატარებდნენ ხელზე და არაფერს არ გიბედავდნენ ქუჩაში ჩვენ დროს ქუჩაში უფ ის რას ლაპარაკობ ბიჭო აი ასეთია აი არა ასეთი ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ ჩვენ კი მაგრამ იყო ასეთი შეძახილებიც და თვითონ კაცების მიდგომაც შეიცვალა ყოველთვის ქართველი ქალები ვართ იდეალისტები ველოდებით პრინც ველოდებით და მე ბოდიში და ვიღაცა მოვა გათახსირებული რასაც გაგიბედავს გაკოცებს და გონია აი შენი პრინცი იონა თუმცა მე მინდა ღია დაგისვა ეს კითხვა შენ ცხოვრებაშიც იყო მცდელობები რამდენიმეჯერ როდესაც გაგიბედეს და ძალიან ცუდად მოგექცნენ არაერთხელ ნოდა მოგვიყავი არაერთხელ ნუ რადგან ასე წავიდა და მე გავხდი ასეთი მაგალითი ასეთი აღვირახსნილი ქალი არა შენ აღვირახსნილი ბატონო გივი რას ლაპარაკობ როგორ გეკადრება ნუ დიდი მადლობა ხო ნუ თქვენ არ ხართ ადამიანი ამბობს და არა ამას რაც გაუკეთებია უნდოდა და იმიტომ გააკეთებდი არა რაც გინდოდა მე ის მე ყოველთვის ვაკეთებ იმას რაც მე მინდა აი მაგას აბსოლუტურად ეს იონა შენ ძალიან ხშირ ყოფილა რამდენიმეჯერ შემთხვევა როცა ძალადობის მსხვერპლი გახდა მოკლედ რა არის იცით ვინაიდან ჩვენი თემა არის აგრეთვე სტერეოტიპები ვთქვათ საქართველოში არის ასეთი სტერეოტიპი თუ ქალი არის ქერა თუ უყვარს ლამაზად ჩაცმა თუ საუბრობს იმაზე რასაც ფიქრობს გამოხატავს თავის აზრს ესე იგი ის იმდენად თავისუფალია რომ შეიძლება რაღაც შებედო კი იყო ჩემს ცხოვრებაში ასეთი მცდელობები რისი მცდელობა ნუ
თქვათ, თქვათ, ძალადობა, გაუპატიურება, საბედნიეროდ, ბატონო გივი. ბატონო გივი, თქვენ არ იცით, ეს თქვენი თაობა იყო ასეთი, რომ ხელის გულზე ატარებდა და პილინგი. მე რამდენჯერ გითხარი, რომ სამართლებელი ატარებედია გადაუცვით. მე ქალი ვარ. მარიანა, ის იყო ერთ-ერთი პირველი მსახიობი, რომელიც მაშინდელ ძალიან პოპულარულ ტელესერიალში ძილის წინ ერთ-ერთი თამამი პერსონაჟი იყო, რომლის გარეგნული მონაცემებიდან გამომდინარე ძალიან ხშირად ხაზს უსვამდნენ თავად სერიალის გმირებიც და ის თამაშობდა ერთი სექსუალური ქალბატონის როლს. როდესაც პირველად გამოხვედით ყოველ საღამოს მაყურებელი უყურებდა ამ სცენებს, გიქნებოდათ გარკვეული დისკომფორტი, რომ იყავით ასეთი თამამი? კი, როგორ არა, გადამღებ ჯგუფსაც ემახსოვრება, ტიროდი ხოლმე. რატო? აი, ტიროდი, ვიცოდი ხომ, ჩორები მსახიობი რომ, მაგრამ მე მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე ნერვიულობდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს კომედიური სერიალი იყო, აქ არ იყო პირდაპირ შიშველი ეროტიკული სცენები და რაღაცა ძალიან უხამს, იმიტომ რომ ოჯახური სერიალი იყო და იყო კომიკური პერსონაჟი, მაგრამ ხალხი ხშირად კითხულობდა, იმიტომ რომ ღრმა დეკორტე მეცვა, კითხულობდნენ მორალურად მდგრადია თუ არა. ანუ ჩემი დეკორტე იყო ჩემი პატიოსნების, ვთქვათ, საზომი ერთეული, ასე ვთქვათ და სინამდვილეში მე მსახიობი ვარ და ხან მონაზონს ვითამაშებ, ხან გამომწევ ქალს და მარინა, ხომ არ ფიქრობ, რომ გარკვეულწილად დღესაც არის ეს პრობლემა, როდესაც ადამიანს ერთი შეხედვით შეაფასებენ, შეიძლება ხაზი გადაუსვან და თქვან რომ ის არის პირდაპირ მნიშვნელობით ვიხმაროთ ეს სიტყვა, ეს არის მეძავი, თუმცა შეიძლება სხვა ადამიანი, რომელიც იყოს სრულად კდემა ვიზუალურად და საუბრობდეს მაღალი მატერიების შესახებ, რეალურად მასში იყოს მსგავსი პრობლემა. კი, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან ისეთი ნაზი გარეგნობის ძალიან მორიდებული გოგო არის სულ სხვანაირი ცხოვრებით დაკავებული და უკურთ ხოლმე ადამიანებს, რო იტყვი, რომ ეს ვთქვათ, ცოტა ისეთი სუბუქი ყოფა ქცევის არ ვაიმე სახეზე რო არ ეტყობა, ესე ამბობენ ხოლმე და მოდი ჩერტიბოჯაც, აი ყველა მიცის ხო? რა ვიცი, ჩემი ისევე ლალისაც ვატყობ, რომ ცოტა გული წყდება ესე რო იწხოვრა, ხო იცი? არა, აი ვატყობ რა უკვე, იცი როგორ მეწოდები და არ არის გვიან დაიწყე. ძალიან დიდი მადლობა. ბოლო პერიოდში ქართულ ფილმებში ძალიან აქტუალური გახდა თემა, როდესაც ქალიშვილობა არის ქილიკის საგანი. ანუ როდესაც ადამიანს ქალიშვილი და მას დასცინიან, ან როდესაც ის არ არის ქალიშვილი და კაცთ მოყვარია, ასე ვთქვათ, კონკრეტული მნიშვნელობით, ბუნებრივია ეს ყველაფერი ხდება ქილიკის თემა. ერთ-ერთი ბოლო ქართული ფილმი, სადაც მეუღლე თავის ცოლს აიძულებს, რომ როდესაც ის მიდის მივლინებაში, მიიყვანოს ის გინეკოლოგთან და მოხდეს საქალწულე აპკის გაკერვა. სცენარისტებმა სხვათა შორის ეს გადმოიტანეს რეალური ამბიდან, რომელიც ჩვენს ქალაქში მოხდა. სოფოსების სკვერაძე შემოგვერთდება ეხლა მსახიობი, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებს ამ როლს. სოფოსების სკვერაძეს ვთქვათ სტუდიაში. სოფო, ჩვენ სცენარისტებისგან ვიცით, რომ ისტორია, რომელიც ფილმში გათამაშდა, როდესაც მამაკაცი სთხოვს თავის მეუღლეს, რომ მივიდეს გინეკოლოგთან და მოხდეს შემდეგ მისთვის საქალწულე აპკის გაკერვა, სანამ ის არ დაბრუნდება მივლინებიდან. ეს იყო რეალური ისტორია, რომელიც საქართველოში დაწერა და შემდეგ გადაიტანეს ეს ყველაფერი ფილმში. მოგვიყევი ამის შესახებ თავად, როდესაც თამაშობდი ამ როლს, არ ქონდა გარკვეულწილად კომპლექსი იმისა, რომ გეთამაშა ეს როლი. არა, კომპლექსი არ მქონია, უბრალოდ სამწუხაროდ ეს ნამდვილი მართალი ამბავია, რომელიც მართლა მოხდა თბილისში. არა, კომპლექსი არ მქონია, უბრალოდ ცოტა ისეთი იყო, აი უჩვეულო ამბავი იყო. იმიტომ რომ გამიგია რომ გოგონები კერავენ საქალწულე აპკს, მაგრამ ესე რომ ქმარმა წაიყვანოს ცოლი და აიძულოს რომ ის საქალწულე აპკი აღიდგინოს, ეს რაღაც ცოტა ისეთი იყო რა. ფსიქიკა ვერ აქვს. სასაკვირველია. იცი რა, მე ვფიქრობ რომ ხშირად დღესდღეობით საქართველოში გოგონების და ქალების პრობლემა მოდის კაცებიდან. არ ვიცი, ეხლა ცუდად არ მინდა გამიგოს მაყურებელმა, მაგრამ კაცების, ქართველი კაცების 70 ან 80% როგორც აზროვნებს, მე არ მომწონს. რა არ მოგწონს მათ აზროვნებაში? იცი რა, ეხლა რას ვამბობ, ხშირად გამიგია ისტორიები, რომ აი გოგონა რომელიც არ არის ქალიშვილი, მაგრამ უყვარს ძალიან ბიჭი. იმას ვერ უბედავს, რომ უთხრას, რომ იცი მე ქალიშვილი არ ვარ და ამ დროს მას სექსი აქვს ხვასთან, რომელიც არ უყვარს. ეს არის, არ ვიცი, ეს ჩემი აზრით ანგრეს გოგოს აქვს სექსი სხვასთან? კი, აი ამ გოგოს და კაცია ცუდი ამ დროს, ხო? და ვინც უყვარს, იმასთან არ აქვს სექსი. ანუ ეს არ არის ნორმალური. ეს არის კომპლექსი, რომელსაც ვერ ლახავენ მათ შორის ქალებიც?
ქალები ველახავენ, მაგრამ ეს კომპლექსი მოდის. კი, არის ეგეთი ისტორიები. ეს არ არის გულწრფელი. ეს კარი არ არის მამაკაცი რო განამე არა თუ არა ეს ანომალიური ვიც უყვას ბარემ იმასთან ხო და ვერ უბედავს იმ გიჩაგრება ის გოგო ბავშვებო ცოდოა ცოდო იცით უარესებით გამიგია ანუ გოგონები რომლებიც კარგავენ ქალწულობას და ისინი არ არიან ქალიშვილები შემდეგ მათ გონიათ რომ всё აი ქვეყანა ჩამოიქცა ისინი არიან ყველაზე ცუდები ვინც გაუღიმებს ყველასთან წვებიან აი მართლა გული მტკივა იცი რამდენი გოგო მინახავს დეპრესიაში რომ აი ისინი ქალიშვილები 15 წლის ასაკში არ უნდა გადაწყდეს არა რა ჩამოყალიბდეს ფსიქოლოგიურად ფიზიოლოგიურად მზად უნდა იყოს ამის არა მე არ ვამბობ ყველა წავიდეს და ქალიშვილები არ იყოს საერთოდ ვამბობ ეს უნდა ჯერ ერთი მაშინ ამდენი ახალგაზრდები აქვს ეხლა იმიტომ კი არა რომ მე ხა ასაკში ვარ და მორალის კითხვას ვიცი ყველაფერი ადამიანური ყველაფერი ძალიან კარგად მესმის და ყველასთან დაწოლა შეიძლება არ შეიძლება ქალბატონო მეც ამას ვამბობ ანუ ქალიშვილი რომ არ ხარ ეს არ არის სიმხელა ტრაგედია ეს არ არის სიმხელა ტრაგედია დიდი ტრაგედია ის არის ვინც გაგიღიმებს გინდა თუ არ გინდა ყველასთან გაქვს სექსი გაგორდელოგინში არა რანაირად დავაზოგეთ თუ მაგაზე არ ნერვიულობს რომ უგორდება ყოველ იცით რა ძალიან რამდენი ადამიანიც არის იმდენაირი ეტყობა ის არის შეხედულება ამაზე და მე ვამბობ კაცებიდან მოდის იმიტომ რომ აი მაგალითად იმ გოგოს რატომ არ აქვს სექსი იმასთან ვინც უყვარს და რატომ აქვს სექსი იმასთან ვინც თუ ერთს მეორე საწირო ჩემო კარგო მაგრამ არა ამ შემთხვევაში მე არ დაგეთანხმები ერთ რაღაცაში ეს სქესის პრობლემა არ არის ეს ადამიანების პრობლემაა შეგენეთილაგანი და გარიგანი მდგომარეობის აბსოლუტურად ნორმალია მე მგონი საფონ ვერ თქვა კარგად რისი თქმაც უნდა საფო რა სიძახის იცით რაღაცა ვერ თქვა აი იმას იძახის აი რასაც მე ვიძახი კაცები შეიცვალნენ ანუ ბევრი ბიჭისგან გამიგია ტაქსისტიდან დაწყებული სტრუქტურაში მომუშავე მაღალ ჩინოსნი დამთავრებული რომ მიდი ნუ მაგალითი ბატონო გივი ნუ განვითარებული აზროვნება ასე ვთქვათ ანუ მიდი რა ეჩოლი ნუ იცით რა იგივე შეიძლება თქვას მამაკაც რა სიძახის იმიტომ შეეცვალა დამოკიდებულება რომ ეს მინდა ახსნა რა ანუ სოფო იძახ ბევრისგან გამიგია ეხლა საჩუქარი მერე ყვავილები მერე მიდი ეჩალიჩა ვის აქვს მაგის თავი წავალ ბოდიში ვაფაქინგებ მოვალ მარტივად აი ეს არის რასაც იძახის სოფო კაცების მიდგომა ეს ყვავილის ჩუქება პრობლემა გახდა ბატონო გივი ყვავილის ჩუქება ბუკეტით სადია რომ გოგოების 80% არ უყვართ ყვავილები არა ყვავილები არც მე არ მიყვარს მაგრამ სოფო ამას არ იძახდი არა მე რაც ვიძახი მე იმას კი არ ვამბობ რომ ეს გოგონამ ის არ არის სწორი და კარგი რა არ არის ეს არ არის კარგი საქციელი რა თქმა უნდა დიახ არ ვიცი ბატონი გივი ამიბანს თუ არა მხარს მაგრამ აი ნიკას ნამდვილად ვატყობ რომ მხარს ამიბანს რომ ამ ჩვეულებრივი კახტების გამო უნდა ცხარეს რემლებით ვიტიროთ ახლა ამას ისე ხალი რომელიც ნებისმიერ შემხედ მამაკაცთან როგორც თქვენ ამბობთ ვინც გაუღიმებს იმასთან ჩაკოტრიალდება და პრობლემა აქვს ის რომ არ იწვენს ლოგინში ის ვისაც უყვარს ის არის ჩვეულებრივი კახტა და ვარქვათ ყველაფერს თავის სახელი კიდევ კარგი ის ბიჭი რომელიც მას ლოგინში არ იწვენს ჯერ არ არის ინფორმირებული რომ ეს კახტა არ შეიყვანოს სახში თქვა სიტყვაზე არ უნდა ამ კაცს ხალი რომელიც მასთან ქორწინებამდე ლოგინში ჩაწვება დაუშვათ მე ერთმა არ არის უკაცრავად უმანკო კაცი ბაჟიშვილი რატომ იცით რა მე ერთ რაღაცა მინდა გთხოვოთ ხალხო ჩვენ ამ გადაცემა სადაც ახლა რამდენიმე მილიონი გიპასუხებთ მაგაზე რამდენიმე მილიონი ადამიანი გვიყურებს ამ გადაცემას ნუ გადავაქცევთ რაღაცა არაპროფესიონალების ჭორიკნობის თემად იმიტომ რომ როცა ჩვენ ვაფასებთ რაღაც მოვლენას ხალხმა სოფო მძანა 70-80% მამაკაცების როგორ დაითვალეთ რა იცით რომ ეს 70-80%-ია და არა თქვა 50-60 ესე იგი ასე ჩემი აზრია და უკაცრავად მაგრამ თქვენი აზრი თუ არ გაქვთ დათვლილი უნდა თქვა ალბათ 70-80 ასე შეიძლება იყოს მაგრამ როცა თქვენ მამაკაცების მაგივრად
პასუხს იძლევით რაღაცა საკითხზე. უნდა ვიცოდე, რისი სპეციალისტი ხართ, რა შეგისწავლიათ, რა გამოგიკვლევიათ. უბრალოდ ქალმა შეიძლება ძვირფასო პასუხი გასცეს კითხვას, რომელზე პასუხის გაცემა უბრალოდ ქალს შეუძლია. მაგალითად, თქვენ როცა ამბობთ, რატომ არ არიან მამაკაცები ვაჟიშვილები? თქვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გააქვთ? მაგას მართლა მეკითხებით? ეს საუბარია, დისკუსია, დებატი. დისკუსია რა შეეცით საქმე? მე თქვი წეღან რომ აქ თავარი ის კი არ არის ქალწულია თუ არა მანდილოსანი. თავარია სიტუაცია, როდის ხდება ეს, რატომ ხდება და ის მამაკაცი, რომელსაც უნდა მისი ცოლი ქალწული იყოს, რატომ ფიქრობს ასე? გაწყვეტინებ. თორემ ახლა დავამთავრებ. მე ერთმა ცნობილმა მსახიობმა მითხრა, ხა თეატრსაც არ დავასახელებ, ნიკა უცებ მიხვდება. საკმარისიაო ჩვენ თეატრში ქალი გაეყაროს ქმარსო და 5 მამაკაცი დგას რიგში რომ ის ითხოვოს. ასე რომ ვერ მივხვდები, იმიტომ რომ ბევრ თეატრია. იქვეა თქვენი თეატრის გვერდით არის. ხო და აქ თხოვა-გათხოვების საკითხი კი არ ადგას. თავარია თაღლითობას ავერიდოთ, ადამიანი არ მივაჩვიოთ ისეთ სიბილწეს, როგორიც არის პირველი ნაბიჯით რომ მოტყუება იმ მამაკაცისა, რომელსაც შენ თავს უძღვნი და რომლის შვილების დედაც უნდა იყო. ამაზეა აქ ლაპარაკი, თორემ ყვავილით მოხიბლა თუ რა ქვიან მამაკაცები რო ათქვა კონიაკით დაათრო გასაგებია ერთგვარი რეზუმე რომ გავაკეთოთ ჩვენი დისკუსიის და გადავიდეთ ამ ნაწილის ბოლო ადამიანი ეძებს გასართობს და თუ თავის პარტნიორში ის მხოლოდ გასართობს ხედავს ის ნებისმიერი ხერხი და აგერ ბატონ გივის კითხეთ დიდი გამოცდილება აქვს ამ საქმეში ბატონო გივი წესით არ მოუხიბლავს ხალი მაგრამ ყველა ცოლად არ მოუყვანია ხომ? აიცით რა არის ყოველთვის ბატონი აი მოკლეს ვიტყვი ყოველთვის ნოდა სიამოვნებით ხვდები ბატონი გივისნაირ მამაკაცებს როდესაც თქვენ არა თქვენ ცნობილი უცნობილესი ბრძანდებით ამ დარგში ყოველთვის სიამოვნებთ ბოდიში ამ სიყვარული აი სიყვარულის და ქალის შეცდომაში შეყვალის დარგში სიამოვნებით ხვდები იმიტომ რომ ძალიან მიყვარს აი ასეთი მამაკაცების თვითონ შეცდომაში შეყვანა ძალიან მიყვარს და მე ვარ ის ქალი რომელიც ბოლომდე გააკეთებს ახლა აცი უნდა იყოს ისეთი, ვისაც უნდა შეეძლოს ქალის ნაღდის სიყვარული და ნაღდი. აი დროის ათულა შემო შენით დავიწყე ნაღდაც ვიცი შენზევე დამთავრდება ვერ გავიგე წუთი სოფლის ანბანი სად იწყება ან და სადღამ თავდება ამ ჩემ გულში შემოჭრილო გრიგალო აღარ ვიცი საით გაგაგრიალო დამიმსხვრიე გულის შუშაბანდები გიჟათ მიქეთს გამიჩინე დარდები არც იახარ და არც მისი დობილი ემძელა ხარ მინდურის ღელვით შობილი მე სიო ვარ ძლიერ ქართაც მობილი შენ სიყვარულს ალალად მინდობილი აი ეს უნდა იყოს დიდი მადლობა ეს იყო გივისი ხარულიძე ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად სტუდიაში და შემოგვიერთდით ამ წავე დისკუსიაში გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ მეორადი ქალიშვილობის შესახებ სტუდიაში შემოგვიერთდება ექიმი გინეკოლოგი რომელიც დაუჯერებელი ისტორიებს მოგუყვება თუ როგორ მიდიან თხოვნით ქალბატონები ექიმთან რომ აღუდგინონ მათ საქალწულე აპკი ასევე ისაუბრებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელი თუ როგორ ხდება უკვე შემდგომში ასევე მამაკაცების თხოვნით მსგავსი ტიპის ქალბატონების ექსპერტიზაზე შემოწმება ისევ ცხარე დებატებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ბრუნდებით სტუდიაში ეს არის 100 გრადუსი ცელსიუსით ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ეთერს უბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ ისეთი აქტუალური თემის შესახებ, როგორიც არის მეორადი ქალიშვილობა. ახლა ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთდება ჩაჩავას სახელობის კლინიკის ექიმი გინეკოლოგი ქალბატონი თამთა ჯაფარიძე, რომელიც თავადაც ხშირად აკეთებს მსგავსი ტიპის პლასტიკურ ოპერაციებს. თამთა ჯაფარიძე სტუდიაში. მადლობა თამთა იმისთვის რომ შემოგვიერთდით. რამდენად ხშირია, როდესაც თქვენთან მოდიან გოგონები და ითხოვენ ქალიშვილობის აღდგენას, ანუ საქალწულე აპკის აღდგენას, რამდენად ხშირი ოპერაციაა ეს? მიუხედავად იმისა, რომ ჩაჩავას კლინიკაში არსებობს პლასტიკური გინეკოლოგიის განყოფილება, სადაც ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს პლასტიკური გინეკოლოგიური ოპერაციების ძალიან მრავალფეროვან სპექტრს ქალწულობის აღდგენა, ანუ ჰიმენოპლასტიკის ოპერაცია დღესდღეობით არის საკმაოდ მოთხოვნადი და ყველაზე გავრცელებული ოპერაცია. მაშინ, როდესაც მოდიან თქვენთან, ძირითადად რას ასახელებენ მიზეზად, ანუ რატომ სურთ ამ ოპერაციის გაკეთება? მინდა თამამად ვთქვა, რომ 90%-ში
პაციენტებისა, ისინი არიან ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესში. ნამდვილად ვადასტურებ ამას, რომ ისინი ძალიან განიცდიან საკუთარ მდგომარეობას, ზოგი პირიქით საერთოდ აღარ აპირებს გათხოვებას, ოჯახის შექმნას, მაგრამ აი გამოსავალს პოულობს. რა არის მათი ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზი, რატომ არიან ისინი მსგავს მდგომარეობაში? ნუ მსგავს მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდნენ ძალადობის შედეგად, ასევე რაღაც ტყუილის შედეგად, როცა მათ დაპირდნენ რაღაც ოჯახის შექმნა და მე ეს აღარ შედგა. ძალიან მარტივი პატარა პროცენტია იმისა, რომ გინეკოლოგიური манипуляციის გამო ხდება ხოლმე საქალწულე აპკის დარღვევა, ასეთ შემთხვევაშიც ამჯობინებენ, რომ ეს აპკი იყოს წინასწარ აღდგენილი. ძირითადად თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ასაკზე, ანუ რა ასაკის ადამიანები მოდიან თქვენთან, არის რაღაც გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც მოდის თუ ასაკი არის განუსაზღვრელი? ასაკი დაახლოებით 25 წლის შემდეგ, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა 53 წლის ქალბატონმაც გაიკეთა მსგავსი ოპერაცია. გასაგებია, მე ვიცი რომ თქვენს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე გოგონა მოვიდა რამდენიმეჯერ თქვენთან ამ თხოვნით. კი, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ოპერაცია დროებითი, აი აქ დროებითი იყო ეს უბრალოდ არ დაემთხვა ქორწინება და მას მოუწია. ანუ ისინი ქორწინების წინასწარ ემზადებიან იმისთვის, რომ მოხდეს საქალწულე აპკის აღდგენა, თუ დააგვიანდათ, მაშინ რა ხდება? თუ დააგვიანდათ, მაშინ ხელახლა იკეთებს. ეს სიამოვნება შეიძლება ვიკითხოთ. ნუ ეს სიამოვნება საკმაოდ ტერიტორიაზეა დამოკიდებული ნიკა. თამთა, ეს ადამიანები თქვენთან მოდიან მარტო თუ ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლის მოთხოვნით მოდიან თქვენთან და მშობელის მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა მშობელი ხლებია პაციენტს, რა თქმა უნდა, ისინი მოდიან მარტო და ისინი ძალიან განიცდიან ამ მდგომარეობას. მქონია შემთხვევა, როცა რამოდენიმე შემთხვევა იყო ესეთი, როცა ფსიქოლოგი იყო უძლური პაციენტის მდგომარეობიდან გამოსაყვანად და მან გადმოგვიმისამართა ჩვენ. აი მერწმუნეთ პაციენტების 90% ძალიან განიცდის ამას და ისინი, ვინც ამორალური წესით ცხოვრობენ, მათთვის ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო თამთა ჯაფარიძე. ახლა კი გავხსნათ არიან მწვავე დისკუსიებისათვის და ვისაუბროთ თემაზე, რომელსაც ქვია მეორადი ქალიშვილობა. ბატონო გივი, თქვენ გადაცემის პირველ ნაწილში საუბრობდით, რომ მეორადი ტანსაცმლის შეძენის სურვილიც კი არ გაქვთ. მე აი კონსტიტუციაში ჩავწერდი, რომ ყველა ესეთი ქალბატონი და ყველა ესეთი მამაკაცი ექიმი არის დასაჭედი უპირველეს ყოვლისა, იმიტომ ისინი მორალურ შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. ექიმი რა შუაში ადამიანს თუ გააჩნია ამის სურვილი? როგორ არ არის შუაში? ეს რო არ არსებობდეს ესეთი რამე, რო ესეთი რამე არ ხდებოდეს. მაშინ ხო არ მოხდება ეს, არავინ არ მივა, ხო? გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მივიღებთ ალბათ. რამდენი ათასი ექიმია მსოფლიოში, ვიცით? გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მივიღებთ, როდესაც ქალი ამას აკეთებს, ცოტათი ადვოკატად დაუდგები იმ ქალებს, ეს იმიტომ ხდება, ჩემი აზრით, რომ პირველი მამაკაცი, ვინც უნდა, ანუ ვინც თulis, იმას უკეთებს დიდ სიურპრიზს, თუ უყვარს მას ის კაცი, ხო, და იცის თუ ის ცოტათი აზიატია, მოდი ესე ვთქვათ, და პირველი უნდა იყოს ის საჩუქარს უკეთებს. მე ესე ვფიქრობ. პირველი საჩუქარი ისე რომ მასხლად იგდებს. პირველი ხალხიდანვე მასხლად იგდებს. შეიძლება მას, მაგრამ თუ ეს პირობა იყო მამაკაცის, რომ ის მოიყვანს, გინდა თუ არა ქალი და დაუშვათ იმან იცხოვრა ძალიან ცუდად იმ ქალმა და გადაწყვიტა იმის მერე რომ დაიწყოს სხვა ცხოვრება და უნდა რომ აჩუქოს იმ მამაკაცს მთელი თავისი ცხოვრება და ამ ქალმა ეს ოპერაცია გაიკეთა რა არის არ მოშ ცუდი ამ წესიერმა ქალმა მესმის მაგრამ ეს ხო სხვა ტყუილია ეს ტელეფონში ძალიან სხვა ტყუილია იმდენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რა მე მიყვარს ის მიყვარს ყველანაირ ეს თქვენ არა ქალიშვილიც მაგრამ თუ მე ვარ ვიღაცა აი მასხარა ხო მაშინ მე ის არც ისე მიყვარს არც ესე არ მიყვარს და ვთვლი რომ ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული გოგონასთვის რომელიც მიდის ეკიმთან რომ მას ეს აკადრონ ჯერ ესეთი ეს არის უკადრისის აქცია დოდეშკა გისმენთ ერთი მე მინდა ვთქვა რომ ქალწულობა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა მე ვფიქრობ რომ ეს არის სულიერი მდგომარეობა ქალბატონო მე მაგაზე შინაგანობაში ვილაპარაკე რომ სულიერი მდგომარეობაა მე შესაძლებელია რომ გოგონა ერთხელ შეცდა და ამის შემდეგ იგი აბსოლუტურად მართლაც უმანკოთებოდა და აბსოლუტურად არც ერთხელ არ შემცდა რა ამის შემდეგ მას მართლაც დაუყენეს სინადადება მის სინადადება რომ აუცილებლად უნდა იყო ქალიშვილი ასეთ შემთხვევაში მართლაც მას ჭირდება
ფსიქოლოგი, მაგრამ რატომ არ უშვებთ იმასაც, რომ შეიძლება ვაჟსაც ჭირდება ფსიქოლოგი, რომ აუხსნათ, ან და ბინმე ისეთი, რომ აუხსნას, იცი რა. აი შეხედე ამ ქალს, როგორიც არის. თუ გაგიჟდები, ნუ მიიღე ისეთნაირად. მე მესმის, რომ გოგომ თავის თვითონ და გადაწყვიტოს ეს და გაუბედოს და უთხრას ამ კაცს. ხო, აი ხდება ესეთი, შეიძლება ძალიან ახალგაზრდა, მართლაც ისეთი სულიერი ტრამვა მიიღო, მაშინ, როდესაც პირველად შეცდა და არ ითხოვა იმ კაცმა. და პრობლემა იცით რა არის, რომ საზოგადოება მხოლოდ ქალს ანიჭებს პასუხისმგებლობას და იმ ვაჟს, რომელმაც მიატოვა იგი, იმას არ ანიჭებს, აკისრებს პასუხისმგებლობას. აი ეს არის პრობლემა. მე გავაგზავნე თუ შეიძლება თქვენ ნათქვამს, ძალიან ლამაზი სურათი დახატეთ. კინაღამ გული ამიჭუხდა, როცა ამ ერთი შემთხვევა, მხოლოდ ეს შემთხვევები არის ქალები, რომლებიც ქალიშვილის მომდიოდა პედაპირ ლაპარაკი. უკაცრავად. უმანკო ქალწულის მდგომარეობა დავინახე ძალიან ნათლად და მას მხარში ამოდგომა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დახმარება სჭირდება, მაგრამ ისე ნუ დავხატავთ ამას ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ. რამდენადაც ტექნიკა გინეკოლოგების მე ექიმებს უნდა გამოვესარჩლო ამ შემთხვევაში აქ ექიმები არაფერ შუაში არ არიან. ექიმები აკეთებენ იმას, რასაც მათ თხოვენ. ამ შემთხვევაში ეს მარტო ამ კონკრეტულ ორგანოს არ ეხება, ექიმი უამრავ რამეს აკეთებს, ბევრ რამეს კორექტირებას ახდენს და ამდენად აქ ექიმი არაფერ შუაში არ არის, მე ვერ გავიზიარებ ბატონი გივის წინადადებას ამ ექიმების ამოწყვეტის თაობაზე. ამოწყვეტა არ მithვია, მაგრამ პასუხს ვაგებინებ. პირობითად ხო პასუხს აგებინებთ, ეხლა როცა ამდენ 1000, ასეულ 1000 ექიმს საქართველოში თუ არ იქნება ეს შესაძლებელი, ერევანში წავა, ბაქოში წავა. არა ლეგალური მსგავსი ამაზე ნუ იმშელებთ, ეს არ არის საკამათო. მეორე სიკეთე მოსდევს ამას კიდევ ის, რომ თქვათ ქალიშვილი ფიქრობს დაუშვათ ასე არ არის ისეთი კტემამოსილი როგორც თქვენ დახატეთ ქალბატონო დოდო, მაგრამ არის ისე არაუშავს ვიხტუნავებ წყილივით რამდენიც მინდა, რამდენ კაცრაც მინდა ვიგრიალებ, ბოლოს გავკერავ და გავთხოვდები ვიღაცა ქაჯს და იმის შემდეგ ჩვენ ესეთი შემთხვევა განვიხილეთ. მეტწილ შემთხვევაში ეს ხდება ასე. დიდი მადლობა. სარეკლამო ბაზარზე ძალიან ძიმე დანაშაულია. რა პრობლემას ვაწყდებით? ეს არის პრობლემა, როდესაც ქალი თავიდანვე ატყუილებს მამაკაცს, რომელთანაც შემდეგ აპირებს სიცხოვროს წლების განმავლობაში, თუ რეალურად არის პრობლემა მამაკაცებშიც, რომლებსაც არ სურთ გაუგონ თავიანთ მეორე ნახევრებს, რომ მათ ოდესღაც ჰქონდათ გარკვეული შეცდომა დაშვებული. მე ვფიქრობ, რომ პრობლემა არის საზოგადოებაში. პრობლემა არის მათ მშობლებში, მეზობლებში. მე გეტყვით, რომ საქართველოში ქალების უმრავლესობა საკუთარი პირადი ცხოვრებით არ ცხოვრობს. ყველა ცხოვრობს რა სიტყვის მის გვერდმცხოვრები, რა სიტყვის მისი მშობელი, მისი მეგობრები და გარემოცვა საერთოდ. რა იარლიყი მიეკერება მას იმის შემდეგ დაუშვათ, როცა მას აი ესეთი ტრაგედია შეემთხვა თუნდაც და დაუშვათ თავისი სურვილით არ მოახდინა ეს. სანამდე საქართველოში იარსებებს ეგრეთ წოდებული ზეწრის ინსტიტუტი. ძალიან ცუდი სიტყვაა ეს, თქვენ წინა ბლოგში ბრძანეთ და ყველაფერს ინსტიტუტს მიაწერეთ, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჯერ კიდევ ზეწარი აუცილებლად უნდა ნახოს დედამთილმა. შეიძლება ეს პროცენტულად თუ ყავს. თუ ზეწარი არ ნახა, აუცილებლად მისი მეგობრები და ქალები შეიკრიბებიან და დაიწყება ლაპარაკი. ეს იმის შვილია? ანუ ჩვენ გარკვეულწილად ვართ გარემოცვის და საზოგადოების მისვლელი. ეს არის ეს ყველაფერი, ეს ჰიმენოპლასტიკა, ეს მეორადი ქალიშვილობა ეგრეთ წოდებული, ჩემი აზრით, საზოგადოების მოთხოვნილებაა. ჩვენ ქართველებს ერთი უბედურობა გვჭირს მთელი ჩვენი ცხოვრება რა. ყოველთვის მოხწონს სხვისი და ჩვენი არაფერი არ არის და ყველაფერი ნაგავია. მე ჩემი ის რაც თქვენთვის ნაგავია, ჩემთვის არის ყველაზე წანუყარი. ჩემთვის პატიო. არა, ჩვენ თქვენ უკაცრავად თქვენ ძალიან მაინტერესებს. ვერ გაიგეთ მე რა. მე ძალიან ყველა კონტექსტში იცავთ ყველაფერს. რაც უმსგავსება. ერთი წუთით ნუ ნერვიულობ ძალიან გთხოვთ მე შემიძლია ერთ სიტყვას დავამატებ. თქვენზე ნაკლებად ერი არ გვიყვარს ჩვენ დაგერა. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი მსხვერპლი გახდა იმისა, რომ მას დედამთილი უბრალოდ სახში არ შეუშვებდა, თუნდაც იმიტომ, რომ ის ერთხელ იყო გათხოვილი და შეცდა. ყველა დედამთილი მოითხოვს, რომ მის ძირძალი აუცილებლად უნდა იყოს ქალიშვილი. მე არ ვლაპარაკობ ამას. არა, ნუ განაზოგადეთ ძალიან. ყველა სიტყვას ვიხმართ რა. მე უბრალოდ მინდა ასაკი დავაფიქსირო. მე მინდა ვთქვა, აი ეს გლობალიზაციამ და ევროპიზაციამ მოიტანა არასწორი გაგება იმისა, რამდენად შეიძლება იყოს ქალიშვილი ან არ უნდა იყოს ქალიშვილი გოგონა.
როცა სქესობრივ ცხოვრებას 13-14 წლის ასაკიდან იწყებენ, ეს არის პათოლოგია. ცხოვრება არ არის ჩამოყალიბებული. ადამიანი ფიზიოლოგიურად არ შეიძლება სექსოლოგს კითხოთ, ბატონო ზურაბ, როდესაც მსგავსი სტერეოტიპები იქნება საზოგადოებაში, ეს ადამიანები ხდებიან თუ არა რეალურად საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი, რომლებთან საზოგადოება აიძულეთ გადადგან ეს ნაბიჯები? რა თქმა უნდა, ცალსახად შეიძლება ეს ითქვას უფრო მეტიც, ესეთი ადამიანები სტიგმატიზირებული ხდებიან. სტიგმა ეს არის დაღი, ესე იგი დადაღულები არიან ესენი საზოგადოების მიერ. რაც თავისთავად მათ ყოფას ხშირად ფსიქოლოგიურად გაუსაძლისად ხდის, რომელიც სხვათა შორის მძიმე ფსიქიკური მოშლობის შეიძლება გახდეს მიზეზი და გარდა მაგისა მე მაინც მინდა დაუბრუნდე თავიდან, ასე ვთქვათ, პრობლემას. თვითონ ქალწულობის ინსტიტუტი რა არის? ქალწულობის ინსტიტუტი ეს არის ფაქტობრივად ქალის ქცევის ნიშანი. კერძოდ, ის ქალი, რომელსაც საქალწულე აპკი შენარჩუნებული აქვს, თქვათ ესე, გარღვეული არ აქვს, ის ითვლება უკვე აპრიორი ითვლება, რომ ის არის პატიოსანი, მაგრამ არის კი ესე. სამწუხაროდ საქალწულო აპკის მთლიანობა სრულიადაც არ ნიშნავს, ხშირ შემთხვევაში სრულიადაც არ წარმოადგენს სექსუალური ქცევის, კონკრეტულად ამ ქალის სექსუალური ქცევის ნიშანს. არ უბედურება ხდება, აჯენუარესი ვიდე ქალწულობა. არა მე მაგ ისეთ ქალწულზე ლაპარაკი. ვინც ამორალური არ არის და ნაღდათ არის ქალწული და არ არის მაიმუნი. დავასრულებ, ბატონო გივი, დავასრულებ თუ შეიძლება. თქვენ მართალი ხართ კი გეუბნები. ამიტომაც არ არის, აი რომ ბატონმა გივიმ რომ ბძანა, ხო? საქალწული აპკის მთლიანობა იმიტომაც არ არის მყარი ნიშანი ქალის ქცევისა, რომ უბრალოდ ელემენტარულად საქალწული აპკი შეიძლება დაზიანდეს კიდევაც ადრეული ბავშვობის ასაკში. სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვების დროს, ვარჯიშების დროს, სამედიცინო манипуляციის დროს შეიძლება დაზიანდეს. არ შეიძლება? აი დამეთანხმება კოლეგები რომ ეს სავსე. თუმცა ჩვენს ქვეყანაში არის შემთხვევები, როდესაც შემდეგ მეუღლეს თავისი მეორე ნახევარი მიყავს ექსპერტიზაზე, რათა შეამოწმოს, როდის დაკარგა მან ქალიშვილობა. ახლა ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის, სამხარაულო სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელიც თავად გვამბობს მსგავსი ისტორიების შესახებ. ალბათ ნინო, რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც თქვენთან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოდიან ადამიანები და ითხოვენ, რომ მოხდეს იგივე მათი მეუღლის ან ქალბატონის საქალწულე აპკის შემოწმება? ესეთ შემთხვევები ჩვენთან ტარდება, რასაკვირველია ესეთ შემთხვევებში ექსპერტიზები. აი მიმდინარე წელს მაგალითად 140 შემთხვევა იყო ესეთი. 140 ჯერ მოხდა შემოწმება. ძირითადად ვინ ითხოვს შემოწმებას? ეთხოვენ მეუღლეები, მშობლები, დედამთილები. ძირითადად მამამთილები. და რა თხოვნით მოდიან თქვენთან? თხოვნით მოდიან, რომ დავადგინოთ არის თუ არა ქალწული, ანუ დარღვეული აქვს თუ არა საქალწულე აპკი და თუ დარღვეული ქალიშვილია თუ არა გაარკვიონ? დიახ. ნამდვილად დაუჯერებელია ამბავი, როდესაც ახლა თქვენ გვიამბეთ იმის შესახებ, რომ მეუღლე ითხოვს თავისი ცოლის შემოწმებას. ძირითადად აი რა განმარტებით მოდიან თქვენთან? რას გეუბნებიან ექიმებს? აი რატომ გაუჩნდათ ამის სურვილი? ჩვენ განმარტებებს არ ვთხოვთ. ისინი ამ განმარტებებს რა თქმა უნდა არ გვაძლევენ. ჩვენს წინაშე დასმულ საკითხებს ვთქვეთ უბრალოდ ან გამოძიების მიერ დადგენილების საფუძველზე, ან პირადი განცხადების საფუძველზე. რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც თქვენთან ქალბატონი იგივე მეუღლე, მან დედამთილმა მოიყვანა ექსპერტიზაზე და ექსპერტიზის პასუხი არის დადებითი, რომ ეს არ იყო ქალიშვილი. ასეთი სახის ექსპერტიზები რომ ტარდება, იქიდან დაახლოებით რამდენია? დაახლოებით 50%. არის დარღვეული. ძირითადად თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, ხშირ შემთხვევაში მეუღლეს მოყავს ეს ადამიანი თქვენთან ექსპერტიზაზე, თუ დედამთილის ძალადობა ან მსგავსი ოჯახური კონფლიქტების გადმოტანა ხდება ექსპერტიზის ეროვნულობაში? როდესაც პირადი განცხადებით ინიშნება ექსპერტიზა, კერძო პირი ნიშნავს, ასეთ შემთხვევაში თვითონ მოდის შესამოწმება, შეიძლება თანხლები პირი ვინმე ყავდეს. და თუ დაუშვათ გამოძიების მიერ არის დანიშნული, ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია შესამოწმებელი პირი უნდა იყოს და აქაც აუცილებელი არ არის მას მოყვებოდეს ფიზიკურად შემოწმების დროს ვინმე მისი ნათესავი ოჯახის წევრი. გისმენთ და ისეთი შთაბეჭდილება ვრჩება, რომ ქალბატონი კი არ არის ქალბატონი. ეს არის რაღაც არ ვიცი, ნივთადაც იყო მოხსენებული ბევრჯერ, გინდაც ხორცის ნაჭერი და გინდაც რაღაც ხეცი, რომელიც კარგად უნდა შეამოწმო, კარგად იფიქრო, გაწყობს თუ არა მისი ყიდვა და შემდეგ შეიძინო. უკაცრავად მე ახსენდება ყოველთვის აი ეს ახლა ვიხსენებდი უფრო სწორედ, როდესაც ვიყავ ინსტიტუტში
სწავლობდი, ანუ ესე ტერმინი ქონდა ჩვენ ბიჭებს, ასე ვთქვათ, როდესაც გოგონებს იცნობდი და ეხლა რო ვფიქრობ, თურმე ეს იყო მამის, ანუ გამოკვლევა რა, როდესაც მივიდიოდი გოგოსთან, ეუბნებოდი ბოიფრენდი ყავს? ანუ შენ გაინტერესდა ის გამოცდილია თუ არა, ის იმას კი ეკითხებოდი შენ კახვა ხარ თუ არა? ან მამაკაცისთვის ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს ის ქალი გამოცდილია თუ არა. ის იმან შეიძლება 1000 რომანი კონდეს და უბრალოდ ერთი ხელით აი ესე დაგიძახოს და ყველაფერს თავი გაანებო და მიხვიდე, იმიტომ რომ იცი რომ მაშინ რაღაც ღირებული არის. შეიძლება იყოს ადამიანი ქალიშვილი და საერთოდ არც გაიხედო მისკენ ეს რაღაც ორი ძალიან უკიდურესი რაღაც შემთხვევაა. ანუ ერთ ჭრილში ყველაფერზე ესე საუბარი. მე თვლი რომ მანდილოსანი ისედაც ლამაზია, ის ქალიშვილია თუ არა. გაჩნია შენ რა გინდა მისგან? ესე ძალიან წინააღმდეგი ვარ, მე და მარაზმი მიმაჩნია ეს ყოველგვარი გაკერვები და რაღაცა უბედურებები, მაგრამ საშინელება, აი ეხა ისე გაბრასდი რომ რაღაცა გადავირიე რომ რა უბედურება რომ ქალს მოკიდებ ხელს და მიყავს და ის რომ მიდის და ისიც რომ მიყვება და მე და რო აღმოჩნდება კიდე 50% რომ თუ რაც მიყვება კაცო უთხარი სახში იქცემოს არ გირჩევნია თუ იქცემოს სახში ეს ერთი მეორე ფაქტს კიდე და ეს არის ორ კატეგორიად უნდა გავყოთ ნოდარ აუცილებლად ეს ქალები. ერთი რომები დანავარდობს და წილი იხმარეთ თქვენი თქვენ სიტყვა. არ მიხმარია და წილი სიტყვა არა, წილი ბრძანები. სიტყვა წილი იხმარეორებს, მაგრამ გივი შეხედე. ნუ წილი ბრძანები. ასეთი რამე არავის არ დაუბრალებია. ის იხმარება არ გამიგონია, მაგრამ წილის ხმარება? არა, წილი ახსენეთ. კარგი გეთქვა. ნიკა რომ სიტყვა წილი გამოიყენეთ, ან სიტყვა წილი ბოლოს და ბოლოს იხმარება. კარგი, წილი იხმარე ეს რა არის? ესე შენ იხმარება აღლინჯო თუ გაიგე? არა, კარგი. ნოდა. ერთი რომელმაც იცის რომ მე რაღაცა უნდა გააკეთოს ის როცა გათხოვებას გადაწყვეტს და მისი ქმრისთვის თუ იქნება ეს მნიშვნელოვანი წავა იმ ექიმთან და ამ საქმეს გააკეთებს და მეორენი რომლებიც რაღაცა უბედურება მოხდა არ გაუმართლა ან რაღაცა და უცბად მეორეც თხოვდება და მისი ქმარი დაჟინებით ითხოვს რომ რას უნდა იყოს ქალიშვილი და რაღაცა ხო მეორედ გათხოვების შემთხვევაში კაცო არ გამაგიჟო არა და არის ის თქვა რომ ის ან პირო ხო მალავენ დოდუშკა არ მომხდარა ეგეთი უამრავი შემთხვევა ამიტომ ესეც ეს ყველა რო ერთიანად ვთქვათ, აი ბრძანა წეგან ქალბატონმა რომ საშინელ მდგომარეობაში მოდიენო. სუნუ მივლენ და ეს უკეთესი იქნება, მაგრამ ნუ თუ მიდიან, მაგრამ მახსენდება ერთი ანეკდოტი, რომელიც რომ არ მოვუყე, არაფრით არ შემიძლია. გურულმა ქალმა ბრძანა რომ ამ მეორე ქმრის ზებნაში ქეგაბოზდი გენაცალეო და ამიტომ უნდა დაფიქრდე, ჩამოყალიბდე, რა გინდა, ყველაფერი შეიძლება, არავინ ამისთვის არ დაგზრახავს, მაგრამ აი ეს რაღაცა მისვლები, კერვა, ექსპერტიზა, ექიმი ძალიან შეურაცხყოფია. აი ცოტა გულისამრევია. საშინელება. გასაგებია. თუ შეიძლება გიონას მოусმინოთ, ქალბატონს დაუთმოთ ბატონლევანდია. ბოდიში მე ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი. ძალიან ჩამეკეტა უკვე ტვინია. ქალიშვილი, ექსპერტიზა. კარგით ხალხნო რა, 21 საუკუნეა. უნდა გასინჯო. აბა იმპოტენტი რო შეხვდეს იმ გოგოს ქმარი. გაუბედურებულია მთელი ცხოვრება. დაღიაზის ის გაქრა. აუცილებელია პარტნიორის გაცნობა. კარგით, იონა. გასინჯვაზე წინააღმდეგი, სასტიკი წინააღმდეგი. ასინჯვაში შემოგეჭმება ყველაფერი. თამთა დემონიშვილის შემდეგ ქალბატონი დოდო ხურცილავა საკმაოდ საინტერესო ისტორიებით მოვიდა სტუდიაში. იცით რა, აი ზუსტად რა თემაზეც მინდოდა მივსულიყავი, გადავიდა აგერ ეს ქალბატონი. მე მინდა დავაყენო საკითხი ესე. დღეს ძალიან ისე აქტუალურად დგას, უნდა გყავდეს ბოიფრენდი, გოგონები ძიების პროცესში არიან, იქნებ შეგხვდეს იმპოტენტი, როგორც თქვენ ბრძანეთ. მე ახლა აი დარბაზს მივმართავ, აქ არის ახალგაზრდობა სტუდენტები. კითხვა მინდა დავსვა ბიჭებისთვის შემდეგნაირად. რამდენად გექნებათ სურვილი ბიჭებო თქვენ იმის, რომ თქვენი შვილები გოგონებს გულისხმობ, გათხოვებამდე 25 წლის ასაკამდე თუნდაც, რამდენიმე ბოიფრენდის ხელში იყვნენ და მათ ძიების პროცესი ჰქონდათ, იქნებდა იმპოტენტია, შეხვდა ერთი იმპოტენტი, შეხვდა მეორე რაღაც საშინელი, შეხვდა მესამე ისეთი, რომ რაღაცა სექსში ვერ შეეწყვნენ, ხშირად ამბობენ ამას და ბოლოს და ბოლოს იქნება ჩამოყალიბდეს მეხუთე მეექვსეჯერ, მაგაშიც ვერ დაგეთახეთ. ერთი დავაკითხა დავამთავრებ. მე მინდა ბიჭებმა ამაზე მიპასუხოთ. გინდათ თუ არა თქვენ გოგონებს, შვილებს ყავდეთ, ქონდეთ ესეთი პირადი ცხოვრება. ეს ერთი და გოგონებს მინდა ვკითხო. შემდეგ მოდი ჯერ ამ კითხვაზე ვიპასუხონ, ვისაც გაქვთ ამის სურვილი. ბიჭებს აი მინდა თუ თანახმა ხართ რომ თქვენ ესეთი შვილები ყავდეთ, გოგონები ხელი აწიეთ. რომ ესეთი ძიების პროცესში იყვნენ.
გასაგებია, შემდეგ ძალიან კარგი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბიჭები ესე ფიქრობენ. და მეორე კითხვა მაქვს გოგონებთან. გოგონებო, ძალიან გთხოვთ გულწრფელად მიიმპასუხეთ. თქვენთვის რა უფრო მისაღებია, გყავდეთ ბოიფრენდები თუ იმყოფებოდეთ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რასაც ქვია ჯურისდაწერა, ხელისმოწერა და ჩვეულებრივი ლეგალური ადამიანური სიყვარულით შექმნილი ოჯახი. აი ეს მაინტერესებს. ერთი წუთით რა. მე მაინც მაინტერესებს. გასაგებია, ვის უნდა ყავდეს ბოიფრენდი? ვის უნდა ყავდეს ბოიფრენდი? ასეთი არავინ არ არის, ვის უნდა იყოს ლეგალურ ქორწინებაში. ანუ მე გოგონებს და ბიჭებს ორივე მხარეს აი მუხლი მოუყარო და მადლობა უთხრა მათ ასეთი მოხდა. დარწმუნებული ხართ, რომ ყველანი გულწრფელები არიან აქ? დამიჯერეთ, რომ გქონდეთ ნებისმიერ ადამიანს ყავდეს ბოიფრენდი და გქონდეს სექსი ელემენტარულად, ხო? მაშინ ხელს არავინ არ ეწოდა დამერწმუნეთ ამაში. არავინ არ ეწოდა. არა, გამომივიდეს, რომ ვიღაცის წინააღმდეგია. ძალიან რომანტიულია თეთრ კაბაში, როდესაც უბიწო შედიხარ ტაძარში, იწერ ჯვარს და მერე ხდება ეს ყველაფერი. ეს ძალიან ამაღლებული და რა თქმა უნდა, ყველა ქალს უნდა, რომ მისი ცხოვრება ასე ლამაზად დაიწყოს, მისი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოხდეთ სწორედ ამ ცერემონიალის შემდეგ. მე არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აქ იცით რა ხდება? საგარეო პატიოსნება აქვს ხალხს რა. მე ამ ბავშვებზე არ ვლაპარაკობ, რომ არ ეწყინოთ. საგარეო პატიოსნება და ამაშია ყველაზე დიდი უბედურება. რეალურად ეს პრობლემა არ არის მხოლოდ დღეს დაწყებული პრობლემა. ეს იყო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული პრობლემა. დოდოშკა ხურცილავა მოვიდა დღეს ჩვენთან სტუდიაში, რომელმაც მოიძია სპეციალურად ჩვენი გადაცემისათვის ინფორმაცია, რა პრობლემას აწყდებოდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, საუკუნეების წინ ქალბატონ დოდოშკა, როდესაც დღის წესრიგში დგებოდა იგივე ქალწულობის პრობლემა. როდესაც ლაპარაკი იყო, აი მიყლებაო ქალიო იმისთვის, რომ ექსპერტიზა ჩაიტაროს, ეს ხო დალექილია. 1000 წლეულების მანძილზე არის დალექილი, იმიტომ რომ ქალწულობაზე იმ დღიდან გადაცხადეს მამაკაცებმა პრეტენზია, როგორც კი მიხვდნენ, რომ ისინი არიან ქვეყნის მმართველები. და აქედან გამომდინარე, ამ სამყაროს მმართველები არიან. აქედან გამომდინარე, მას უნდა რომ ყავდეს ერთი ქალი და ის ქალი იყოს მისი და სხვისი არ არის. ეს იყო გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ამას ქონდა რიტუალური დატვირთვა თავის დროზე, მე ეს გადავიდა სუფთა სოციალურ პრობლემებში. რაღაც გარკვეული წარმართობის ეპოქაშიაც ქალწული თუ არ იყო ქალი, მაგას ძალიან სერიოზული პრობლემები ექნებოდა, უბრალოდ ქვებით ჩაკოლვამდე მიდიოდა საქმე. შემდეგ ქრისტიანობამ ეს კიდევ უფრო გააძლიერა, იმიტომ რომ ქრისტიანობისას აბსოლუტურად მიუღებელია სექსუალური ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის, თუ შვილი არ მოყვება ამას მხოლოდ ეს დანიშნულება ჰქონდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ დაახლოებით ეს მე-19 საუკუნემდე ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა ხდებოდა თვითონ, იმიტომ გადმონაშთები იყო წარმართობის გადმონაშთები მაინც იყო დარჩენილი იმ თვალსაზრისით, რომ ქალები და ბიჭები და გოგოები მაინც ქორწინება აი ჯვრის წერამდე ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. ამას ჰქონდა რა მნიშვნელობა? ეს საიდან მოვიდა უფრო სწორად? იმიტომ რომ პირველი ღამის პრობლემა შეიქმნა. ანუ სიუზერენი თავის ქვეშემდომების გოგონებს აუცილებლად პირველ ღამის უფლებას ართმევდა. და იმისათვის, რომ ქრისტიანული ჯვრის წერის დროს არ მომხდარიყო, არ გამხდარიყო სიუზერენისთვის, რომ გოგონა თხოვდება, ამიტომ მანამდე სანამ ქორწინება მოხდებოდა, ეს გოგო და ბიჭი ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. დოდოშკა, ნდობის პრობლემა მარტო დღეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ არის. არსებობდა ეს პრობლემა ძალიან დიდი ხნის წინ, თუნდაც ერთგულების ქამრები, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც ეს კადრები, როდესაც ვენაში გამოფინეს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამოღებული ნაირსახეობა ერთგულების ქამრების. ჯვაროსნულობებში მიდიოდნენ კაცები და დიდი ხნით მიდიოდნენ ძალიან და ერთგულების ქამრები შემოიღეს, ძალიან მძიმე მომენტია, ძალიან შეურაცხყოფელი და იდიოტიზმი. საშინელება, როდესაც არ გენდობა კაცი, ალბათ ძალიან რთულია, თუმცა ამ ქამრების გახსნას როგორღაც ახერხებდნენ, కానీ მაგაზე არ იდარდოთ. თუნდაც მჭედელი იტოვებდა მეორე გასაღებს. აბარა, მე რა საერთოდ საერთოდ ასე მოხდა, რომ კაცებმა დაგვაკისრეს აი ეს ტვირთია თუ არა, მე არ ვიცი. არ მინდა ამას ტვირთი უწოდო, იცით? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ქალმა ბოდიშვიხდი თქვენთან, მაგრამ ქალმა ინტერესის გულისთვის და ცნობის მოყვარობის გულისთვის კი არ უნდა დაამყაროს მამაკაცთან, არამედ სიყვარულის გამო უნდა დაამყაროს. შენი ამბავი. ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის ეს გარკვეული თვალსაზრისით ერთგულებასთან ასოცირდებოდა და გებელსმა თქვა სხვათა შორის, ძალიან გაგვიჭირდება საბჭოთა კავშირთან ომი, იმიტომ რომ ქალების 80% არის ქალიშვილი.
რატომ იღებენ ეს ქალები ამ გადაწყვეტილებას? რატომ არის თუნდაც დღეს აქტუალური საქართველოში მეორადი ქალიშვილობა, რატომ დგამენ ამ ნაბიჯს, ან თუნდაც რატომ არის ეს სტერეოტიპი ამ ქალიშვილობასთან დაკავშირებით და რა მნიშვნელობა აქვს? ქუჩაში სპეციალურად ჩვენთვის ჩვენი კორესპონდენტი გავიდა და ახალგაზრდა ყმაწვილებს კითხა, მოიყვავენ თუ არა ისინი ცოლად, არა ქალიშვილ ქალბატონს. პასუხები შეგვიძლია ახლა ეკრანზე. არა ქალიშვილს არანაირი ვარიანტი. არც მე. რატო არ? ოჯახისთვის მიუღებელი იქნება. პირველ რიგში. შენი ოჯახისთვის? დიახ. ანუ ცოლს ოჯახის. კი, ოჯახის ინტერესებს ვიცავ მე და მაგით. არა. რატო არ მოიყვანო? არასოდეს. რატო უნდა მოიყვანო არა ქალიშვილი? უბრალოდ არგუმენტი მიხარ რატო არ მოიყვანო შენი აზრით? სხვისი ნახმარი არ მინდა რა. ალბათ, გააჩნია გოგოს. ანუ მოიყვანო თუ არა? ალბათ კი. დიახ, მოიყვანოთ მაგრამ. აქვს ანუ მნიშვნელობა შენ ქალიშვილს? კი. რატო? ფული. არა. არა. რატო? ქართულ ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და მაგიტო. რა თქმა უნდა არა. თუ შეგიყვარდათ მაინც არ მოიყვან? არა, რა თქმა უნდა არა. დიახ. არა. მოიყვანო თუ არა ცოლად არა ქალიშვილ გოგოს? არა. რატომ არ მოიყვანო? არა, სასურველი. და არგუმენტი რა გაქვს რატომ არა? არა. ხელ მომყავს და ისაც ასეთია საზოგადოებრივი აზრი, ასეთია განწყობა თბილისის ქუჩებში. ბუნებრივია ეს არის იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც ჯერ ახლა უნდა დაქორწინდნენ. ეხლა ამას რო ნახავენ, ლეხანდელი გოგოები, ვინც გაკერვაზე ორჭოფობდა და ფიქრობდა, სულ ყველა გავარდება, კლიენტები მოემატებათ იმას. უნდა კონდეს საშუალება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პირველი ქალი უნდა იყოს ქალწული, მას უნდა კონდეს მაგის უფლება, რომ ეძებოს ეს ქალწული და მოიყვანოს. და ასევე ვისთვისაც არ არის ეს პრინციპული, მასაც უნდა კონდეს ამაში თავისუფლება და არამც არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს სტიგმატიზირებული და მე მინდა იცით ეს ყველაფერი დავასრულო სექსოლოგიის, ასე ვთქვათ, კლასიკად წოდებული ესე იგი ვილიამ მასტერსის და ვირჯინია ჯონსონის კლასიკური ნაშრომიდან ციტატა მინდა დავიკითხო. ეს არის ესე იგი სექსოლოგიის საფუძვლები, ეს უზარმაზარი 1200 გვერდიანი მონოგრაფია არის. აი ესე ლაპარაკობენ ეს ხალხი. არ შეიძლება არსებობდეს სექსუალურ ფასეულობათა ისეთი სისტემა, რომელიც ყველას და ყოველთვის შეიძლება მიესადაგოს. აქედან გამომდინარე სექსუალობასთან მიმართებაში ვერც ერთი მორალური კოდექსი ვერ იქნება სრულყოფილი და გამოსადეგი ყველა შემთხვევაში გამოსაყენებლად. ესე იგი, საჭირო არის მეტი ტოლერანტულობა. საჭირო არის ესე იგი ძალიან მიზნობრივი მიდგომა ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ამ საკითხისადმი და აქ რა თქმა უნდა პრინციპულად დგება სექსუალური განათლების საკითხი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია საქართველოში. ბატონო, ჩვენ ახლა ვნახეთ ქუჩის გამოკითხვა საქართველოში, თუმცა ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ეს არის ქართული პრობლემა, ანუ როდესაც ახალგაზრდებს თუნდაც იმის გამო, რომ არ აქვთ ინფორმაცია, უჩნდებათ მსგავსი განაცხადის სურვილი, იმიტომ რომ ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა ევროპაში სოფო ზურაბიანმა იგივე კითხვით მიმართა ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ბრიუსელში და ახლა შეგვიძლია ვნახოთ როგორია რადიკალურად განსხვავებული პასუხები. სანამ დაქორწინებას გადაწყვეტ აუცილებლად უნდა გქონდეს გოგოსთან ახლო კონტაქტი, რომ სწორად შეარჩიო შენი მეორე ნახევარი. არასწორია ცოლად მოიყვანო ის, ვისთანაც პირველად გექნება სექსუალური კავშირი. ფიქრობ, პარტნიორთან ურთიერთობა დაქორწინებამდე აუცილებელია. მე მაგალითად მყავს ებრაელი მეგობრები, რომლებსაც რელიგია ქორწინებამდე სექსუალურ კავშირს უკრძალავს. ამიტომ ადრე თხოვდებიან და ძალიან ხშირად ინგრევა ასე შექმნილი ოჯახები. თუ ქორწინებამდე სექსი არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ სექსი გაქვს ძალიან გვიან. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ქორწინებამდე გაგიჟდები და გახდები იმედგაცრუებული. აქედან გამომდინარეობს უცნაური ქმედებები და ეს არაბუნებრივია. კი, ფიქრობ, რომ აუცილებელია სექსუალური კავშირის ქონა ქორწინებამდე. შეიძლება ითქვას, არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავება სისულელეა. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც გოგო ქალიშვილი გათხოვდება, განსაკუთრებით ტრადიციულ ქვეყანაში, რადგან სექსუალური ცხოვრება წინასწარ ხშირად დაშორებით სრულდება. ამიტომ ჯობია თუ ერთმანეთს ჯერ ქორწინებაში გამოვცდით. ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური კავშირი ქორწინებამდე. მე არ უნდა აღმოაჩინოთ ერთმანეთის შესახებ რაღაცეები. ფიქრობ, ძალიან დიდი ხნის ურთიერთობის შემდეგ ადამიანთან დასაშვებია სექსუალური კავშირი, მაგრამ არა პატარა ასაკში.
ვფიქრობ, ეს საკითხი მნიშვნელოვანია რელიგიური ადამიანებისთვის. მე პატივს ვცემ მათ აზრს, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან საშიშია გამოცდილების გარეშე დაქორწინება. მნიშვნელოვანია თუ არა რომ ჩემი საცოლე ქალიშვილი იყოს? თუ ეს მისთვის არის მნიშვნელოვანი იყოს, მე პატივს ვცემ მის არჩევანს, მაგრამ არ ამგონია ასეთი შემხვდეს. ქალიშვილობის ინსტიტუტი ჩემთვის პირადად არა, მაგრამ ინდოეთში მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ 25% ამას არ იცავს. დანარჩენები მაინც მკაცრად მისდევენ ტრადიციებს. მე არ ვარ ქალიშვილი, არც გათხოვილი და შესაბამისად ჩემი აზრი ნათელია ამ საკითხზე. ასეთი ევროპაში ჩატარებული ქუჩის გამოკითხვა ნიკა დიახ. ესე იგი, ერთ წუთში მოვყვები რა, უცბად გამახსენდა ეხა ამათ რო შევხედე. 1-5 წლის წინ იტალიაში მილანთან ალპებში მოგვიწია 6 კაციან ჯგუფს წასვლა და სხვადასხვა ქვეყნებიდან იქ იყვნენ უკრაინიდან იყვნენ, რუსეთიდან, გერმანიიდან, თვითონ იტალიიდან ჯგუფები იყვნენ 6 კაციანი ნოდარ. და რო დაღამდა ეხლა და ეს 6 სამი გოგო იყო, სამი ბიჭი პირობა ესე იყო. სულ ყველა გადაცვიფდნენ ერთმანეთის ოთახებში, ესენი გადანაწილდნენ და ჩვენ 6 ქართველი შეხედავთ, ატყდა ღამე ინგრევა იქაურობა. ხოდა ჩვენ შეხედავთ ესე ხან კარტი ვითამაშეთ, ხან ლოტო თუ რაღაცა რა ვიცი. რო გამომჭყილები იყავით თუ სამი გოგო, სამი ბიჭი ჩვენც, მაგრამ ნუ ჩვენ ქართველები ვიყავით და სულ მეგობრები წავედით და ჩვენ აი მართლა მეგობრები. ხოდა ისე უკვირდათ რომ თქვენო ნორმალურები ხართ თუ ამისთან ალპებშიო, ამისთან ბუნებაში, ამ შუაღამისას რატოს ხეთ? ანუ იმათ სხვა მენტალიტეტი აქვს, ასე და ჩვენ უნდა მოვერგოთ ჩვენ მენტალიტეტი. ძალიან გთხოვთ რა, ძალიან მინდა ერთი რამე ვთქვა. მე არ მგონია რომ ეხლა აქ კი ბატონო სხვა მენტალიტეტია, მაგრამ არ მგონია რომ ამ კულტურის, ამ ცივილიზებურობის დამამტკიცებელი საბუთი იყოს. იმიტომ რომ აფრიკული ტომებია რამოდენიმე, რომელიც მე ვიცი, რომ გოგონა ჯერთი აუცილებლად ცხოვრობს ბევრ კაცთან მისი ტომისა. მე ერთ-ერთ მათგანს მიყვება ცოლა და რამდენჯერაც გათხოვდება, მე ერთხელ შეიძლება ქმარი მოუკვდეს გაშონ, იმდენჯერ ითვლება ქალიშვილად. ბატონი ზურაბ და გავდივართ რეკლამაზე. მე მინდა დავასრულო ძალიან მოკლედ იმითი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის რაც განხილული იყო აი ამ დისკუსიის დროს, განპირობებული არის სექსუალური განათლების დონის დეფიციტით, რომელიც საქართველოში საგანგაშოა და ამ შემთხვევაში არ შეიძლება კიდევ ერთხელ ციტატას არ მოიშველიო, რომ სექსუალური განათლება უაღრესად ფასეულია ყველა ასაკის ადამიანისთვის მისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. პირველ რიგში ეს ეხება ახალგაზრდებს და აქ მინდა მე ჩემს კოლეგებს დისკუსიით რა თქმა უნდა და არა პროფესიით კოლეგები ჩვენ ვართ მხოლოდ მოუწოდო ერთი რამისთვის რომ ბოდით ნუ ვიხმართ ამ ტერმინს იმპოტენცია ეს ტერმინი აღარ არსებობს არის ერექციული დისფუნქცია და ეს არ არის განაჩენი ყველა იკურნება განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა ახლა ჩვენს ეთერში არის რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ისევ გავაგრძელებთ ამ თემაზე მწვავე დისკუსიას გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ უნდა გქონდეს თუ არა წყვილებს ურთიერთობა ოფიციალურ ქორწინებამდე როგორია საქართველოში სტატისტიკა რას გვეუბნება სოციოლოგიური გამოკითხვები და რას ფიქრობენ თავად ცნობილი ადამიანები. რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში ბრუნდებით ღია ეთერში. ეს არის ток-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსი. ჩვენ ისევ ბრუნდებით იმედის ეთერში აქტუალური თემა დღევანდელი საჯარო დისკუსიისათვის. გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენ ვილაპარაკებთ და გვიჩვენებთ თემაზე. აუცილებელია თუ არა წყვილს ჰქონდეს სექსუალური ურთიერთობა, მანამდე ვიდრე მათი ოფიციალური ქორწინება მოხდება. სანამ ამ თემაზე ჩვენი სტუდიის სტუმრების აზრს მოვისმენთ, მე მინდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ბოლო კვლევის შედეგები გაგაცნოთ. რა ასაკიდან არის დასაშვები ქალისათვის იცხოვროს მამაკაცთან ქორწინების გარეშე? გამოკითხულთა 82% საქართველოში ფიქრობს რომ ეს ნებისმიერ ასაკში დაუშვებელია, მამაკაცების 82%, ხოლო გამოკითხული ქალბატონების 81% ფიქრობს რომ ეს დაუშვებელია. ასეთია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში. ბატონი ლევან, დასაშვებია თუ არა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, კონდიცია და სანამ მოხდება მათი ოფიციალური ქორწინება? ეს არის ყოველთვის ინდივიდუალური და უნდა გადაწყდეს კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად და არავისი უნდა და სანქცია ამას არ უნდა. ეს არ უნდა კეთებოდეს ვინმე სანქციით. მე სხვა რამე მინდა გითხრათ ნოდარ თუ არის ამის შესაძლებლობა. ბოლო დროს ახლა ახალგაზრდები ალბათ ვინ სოციალური ქსელებიც სარგებლობენ, მიაქცევდნენ ყურადღებას, რომ ძალიან საინტერესო და წინ არის წემოწეული თემა, ეგრეთ წოდებული ტელეგონია. ტელეგონია არის, სხვანაირად რომ ვთქვათ, პირველი მამრის ფენომენი, პირველი მამრის ეფექტი. აღმოჩნდა დღეს უკვე ამაზე არავინ არ კამათობს, თუმცა ზოგი ექიმი, ფსიქოლოგი და გენეტიკოსი ამბობს, უკრაინელი, რუსი, სხვაც რომ ეს თითქოს არ არის სწორი, მაგრამ ძალიან ბევრი სარწმუნო მასალაა მოწოდებული, როდესაც პირველი მამაკაცი ქალისთვის იქ ტოვებს თავის კვალს.
მოყვანილია ფაქტები, როდესაც 2 წლის შემდეგ გათხოვილმა ქალმა გააჩინა ფერადკანიანი ბავშვი, თეთრ კაცზე გათხოვა და თვითონაც თეთრი იყო და აღმოჩნდა, რომ მას ნიგერიელი საყვარელი ყავდა 2 წლის წინ. ხა ნებისმიერ ტელემაყურებელს შეუძლია შევიდეს სოციალურ ქსელებში და ეს ფაქტები ნახოს. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის შემთხვევა, თუმცა იქვე მეცნიერება გამარტეს, რომ ეს არ არის დადასტურებული. დიახ, მაგრამ დადასტურებული რა არის, იცით? თეთრი ფერის ინგლისურ ცხენს აჯვარებენ ზებრასთან. ნაყოფი არ ჩნდება ამის არა, ის ნაყოფი ზებრასგან არ გაჩნდა, ამის შემდეგ იმას ჯიშიან ცხენთან ადარებენ და ზებრა იბადება. 2 წლის შემდეგ სხვა ცხენისგან იბადება ზებრა. ზებრა არ დაბადებულა, იქ იყო მხოლოდ ფეხებზე ბატონო ლევან. ფერადი ქონდა, თავი ქონდა შეღებილი, ხო ესე იქ კანი გადმოიმის აქვიან, რაღაც სეგმენტები გადმოვიდა ზებრის და ძალიან საინტერესოა მტრედების ამბავი. ჯიშიანი თეთრი მტრედი, რომელიც ერთხელ დაპეპლა უჯიშო მტრედმა, იმის შემდეგ იმ მტრედმა ვერ გააჩინა ჯიშიანი თეთრები. ანუ რისი თქმა მინდა, ეს არის რაღაცა სიწმინდე, რომელშიც ნებისმიერი მოძრაობა, როგორც ისინი ამბობენ, კოდირდება და ახლა მივიდეთ ძალიან მნიშვნელოვან რამემდე. საქართველოში ეთნოგრაფიულად დადასტურებულია, ერთ ცნობილ ეთნოგრაფს არ გეტყვით ახლა ვინ არის ის, მაგრამ მის სახელდაგვარი არის თამარ შარაბიძე. შესწავლილია, გამოკვლეულია, რომ აი მაგალითად სამცხე-ჯავახეთის ძველი მესხების ეთნოგრაფიაში არის ასეთი კვალი დარჩენილი, რომ პირველ ღამეს სიძე პატარძალთან არ წვება. არ წვება, იმიტომ რომ მიჩნეულია, რომ ტარჭაბუკი ქვია ამას, მზეჭაბუკია, ღვთაებრივი არსება, ღვთაებრივი სხივი უნდა ჩაესახოს ქალს და იმის მიხედვით უნდა მოხერხდეს მერე იქ ისეთი მემკვიდრის დაბადება, რომელიც იქნება მემკვიდრე, ეს სამეფო გვარზეა ლაპარაკი და ტახტის გამგრძელებელი და ეს არის რაღაც საოცარ მითოლოგიასთან დაკავშირებული და ეს არ არის უბრალო შემთხვევა. ანუ მნიშვნელოვანი აქ ამ შემთხვევაში რა არის, მე იმის პროპაგანდას არ ვეწევი, რომ გინდა თუ არა ეს ასე უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული რა რას ნიშნავს და ქალწულის ლოგინში ჩაწვენა არ არის მხოლოდ აპკის დარღვევის ფაქტი. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ლევან ხვინჩილია. მე მინდა ვკითხო წყვილებს, თანამედროვე ქართულ წყვილებს, ხატია სეჭინავა და მისი მეუღლე შემოგვერდნენ სტუდიაში. აუცილებელია თუ არა, რომ წყვილს ჰქონდეს ურთიერთობა მანამდე, ვიდრე მოხდება მათი ოფიციალური ქორწინება, იმიტომ რომ ბუნებრივია ამას გააჩნია თავისი პლუსები და მინუსები. რა არის, მე გაგცემთ ამ კითხვაზე რა ის პასუხს. ეს არის რანაირი ის არის, იცი, აი ვერ განსაზღვრავ რომ უნდა კონდეს თუ არ უნდა კონდეს. ეს ინდივიდუალურია მართლა როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა. თქვათ შეიძლება ეხლა ცხოვრობ, ხო ცხოვრება არის და გიყვარ შეყვარებული არის. ეხლა უკაცრავად და ვიტყვი ამას, რომ რამდენი შეყვარებული ყავდა მე ჩემ ცხოვრებაში, იმასთან მქონდა სექსუალური ურთიერთობა და ну ეს ის არ არის, რომ აი თქვათ ცუდები იყვნენ ის, ხო არ იყვნენ ცუდები, არა მოხდა ეს შეყვარებულები ვიყავი და მოხდა, გაიგეთ? და მე ამას ატყუებდი მინდა რომ თქვა. არ ვატყულებდი, მე არავის არ პირდებოდი ცოლად წაგიყვანდა და არავის არ ვატყულებდი, არავის არ ასე შემთხვევაში მისი გადასაწყვეტია. ხო, გადასაწყვეტია, აი მაგას ვიძახით, იცით რა არის, რომ ეხლა ვერ გავიგე ის გოგოები დარჩნენ ისე, აი არ გათხოვდნენ, ხო არის ეს ამაში მნიშვნელობა რა. მაგრამ შეიძლება 2 წლის მერე ბავშვი დაიბადოს, რომელიც შენ დაგემსგავსება. რა ვიცი, მეგონი ცუდი ბიჭი არა ვარ ბატონო ლევან. ბატონ არჩილს მინდა ვკითხო. იტყობა მაგიტომას დაგთანხმდნენ. ბატონ არჩილ, თქვენთან მინდა ამ კითხვით გადმოვიდე. ალო. რეალურად აუცილებელია თუ არის წყვილის ურთიერთობა ქორწინებამდე? მე უპასუხებდი აი აუდიტორის მაგათ შემდეგნაირად. აი ბოიფრენდებზე მე ქალიშვილი მყავს 13 წლის თინეიჯერი. თქვენ გესმის რა ხიფათში ვარ, 40 წლით უფროსი მამა ვარ. გვიანდელი ბავშვია და მე მყავს ერთი სიამაყე ვაჟკაცი, მაგრამ ის კაცი ის უკვე ბედნიერია, მაგრამ 13 წლის მონსტრი, რომელიც ასე ვთქვათ, თრათ მის ხელში ვარ. აი მე რო დავფიქრდი, მეცით რა მინდა მისთვის, რომ ბედნიერი იყოს. მოდით ასე ვთქვათ და ნუ დავაკონკრეტებთ. როდის იპოვის ამას როგორ დაადგენთ თქვენ? მე დავადგენ, აქ არის აი ზოგად კულტურაზე როდის პოულობს ბედნიერებას? როდესაც თვითონ მიხვდება რომ ბედნიერი არის. ჩემთვის ის არის განსაზღვრელი და ის რაც იქნება საჭირო მისი ბედნიერებისთვის, მე პირველი დავუდგები დამცველად.
ყველასაგან. გასაგები იქნება მას გონია რომ ბედნიერი და შემდეგ აღმოჩნდა რომ არ არის ბედნიერი. რა თქმა უნდა ეს არის შექსპირი. ეს არის გოეთე. ეს არის ცხოვრება, ეს ამით არის მშვენიერი ცხოვრება. სწორედ ასეთ ემოციებში იქმნება კაცობრიობა. ჩაგიჭრებით. აი კიდევ არის ესეთი რამე არის ეხლანდელ ცხოვრებაში რა არიან წყვილი ერთად ცხოვრობენ ნუ აქ სექსი რაღაცა და მშობლებს არ უნდათ ეს მე ამ მშობლების გამო შორდებიან ეს წვილები და მე ხვდება ეს წვილი რომ არ არის ბედნიერი და აი მშობლებს მეაკითხავს და ეუბნება რომ რაზე დამღუპე დედა მამა რაზე მითხარი რომ არ იყო ის ჩემი ის და დაკარგული არის ეს წვილი. ეს კაი არის. რეალურად მშობლების ზეგავლენა, შვილების ზეგავლენა, დიდი ზეგავლენა არის. იცით რა არის? მე ურჩევდი თუ როგორ უთხრა მშობლებს რომ არ ჩაერიოთ შვილების აი ხლა თუ ძალიან დამღუპელი იყო რა. აღზრდით უნდა ჩაერიოთ. თავიდანვე იცით რა ნიადაგი მოამზადე, აღზარდე ისე როგორც გინდა რომ იყოს, მაგრამ მე გადაწყვეტილებაში რა თქმა უნდა თავისი მისაღებია. გასაგებია, ხატიას მოსმენთ გისმენთ. ერთ ამის ვიტყოდი რომ ძალიან ადრეულ ასაკში იქმნება ოჯახები საქართველოში, რაც ასევე ძალიან მალევე ინგრევა. ნუ ბატონო მართლმა თქვა ეს რატომაც ხდება? ხო, ანუ იმიტომ რომ მშობლები უკრძალავენ შვილებს და საერთოდ ყველანაირი დოგმატებია დადებული ამ თემაზე და განათლება არის ნოლი. ამიტომ გოგოები ფიქრობენ რომ როცა შედიან უკვე იმ ასაკში რომ უნდებათ ვთქვათ სექსი ვიღაცასთან, გონიათ რომ ეს არის გათხოვება აუცილებელი და თხოვდებიან ეგრევე დაუფიქრებლად პირველივე შემხვედრზე, რაც იწვევს იმას რომ ინგრევა ოჯახები. გასაგებია, დიდი მადლობა. მე მინდა ვკითხო ნიკა წულუკიძეს, შემდეგ როსტოს და შემდეგ მაიცად რა პირველად როსტო ლაპარაკობს ტელევიზორში რა მოგივიდათ რა ათქმევინეთ. რა არის ვერ გავიგე. აბრეტლიკის მე როგორი ბიჭია შეუძლებელია გისმენ. ინტერაქტივი იყო და ბიჭმა თქვა რომ იქ ჩემი ოჯახისთვის არის მიუღებელია. ეს ჩემი ცოლი, მამა ჩემს ხوار მოყოლდა. სწორედ ეს პრობლემა დასვა რამას მაგრამ როდესაც ჯობია ოჯახის მე გადაწყვეტილება შენი წინააღმდეგი თუ არის. მე მაინც აუცილებლად ვფიქრობ რომ ოჯახის წინააღმდეგ უნდა წავიდე. აი როსტოში გამართლებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. დაშვებულია თუ არა რა. არასდროს დაშვებული იყო იმიტომ რომ ყველაფერი რაც არ არის აკრძალული არის დაშვებული. მე მინდა ვკითხო ჩვენ სტუმარს გიორგი ვარდოსანიძეს. გიორგი, შენ ხარ მეგა პოპულარული დღეს საქართველოში. სერიალი, სადაც შენ თამაშობ თავალ როლს, ხსნის ყველა რეიტინგებს, თამაშობ ფილმებში, ხარ მეგა პოპულარული ადამიანი. შენთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა შენი მშობლების აზრს? როდესაც იღებ გადაწყვეტილებას შეერთო თუ არა ეს ადამიანი ცოტა. სალამი პროსტო არაფერს არ აკეთებს, ზის და შენნაირი პოპულარულია. ესე იგი თამაში სულ არა საჭირო ამისთვის. იმიტომ რომ დედამ ჩემმა 23 წელი მიარა მზარდა, მაჭამა მასვა მორალურად, ფიზიკურად არაფერი არ მომაკლო. მამამ რომელიც ზუსტად იგივე გააკეთა, ამიტომ იცი რა, ძალიან მოусმენ და ძალიან დაუჯერებ, თუმცა მე საბედნიეროდ მაქვს ისეთი ურთიერთობა ჩემ მშობლებთან, რომ ყველაფერი ყოველთვის იყო რჩევის დონეზე, განხილვის დონეზე და არა ესე დოგმებად, რომ მამი, შვილი, აბა ეხლა ესე იცი რა, თავს არ აძლევდნენ ამის უფლებას ჩემი მშობლები, მადლობა, თავს არ აძლევდნენ ჩემი მშობლები ამის უფლებას და არც მეტყობა მეც ისე გავიზარდე, რომ ამის არ მიმიცია, რომ აბა რაღაცა დამიშალეთ, არ დამიშალეთ. მე ერთი ვიცი, რომ მე დღეს ვყავს ანგელოზივით ადამიანი გვერდით, იცი რა, ძალიან დიდი აზრი, უბრალოდ მაინტერესებდა მშობლების აზრი, რა თქმა უნდა. და ძალიან გამეხარდა, როდესაც დაემთხვა ჩემ აზრს და მომიწონეს. იცი რა, მაგრამ რომც არ მოწონებოდათ, ძალიანაც ვაწყენინებდი. არ გეწყინოთ დედა-მამა როგორ მიყვარხართ იცით, მაგრამ მე მგონი ვაწყენინებდი, იმიტომ რომ ჩემი გადასაწყვეტია ბევრი რაღაც. 18 წელს მე მგონი გადავწდი. გასაგებია, დიდი მადლობა როსტო. იგივე კითხვა მექნება შენთან. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის შენი მშობლების აზრი? დღეს შენ ყავს ფან-კლუბთან შენი არმია. მე მაყურებელს მოუყვები რომ როსტოს ტელეფონის ნომრის გაგება მიუხედავად იმისა, რომ ერთ ტელევიზიაში მუშაობ, ჩვენთვისაც საკმაოდ რთულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ ძალიან აწუხებენ მას ადამიანები, მაგრამ მოკლედ უპასუხებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გაიწელა გადაცემა და დაიღალა ყველა, ალბათ. ძალიან მნიშვნელოვანია მამაჩემი და დედაჩემის აზრი. ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არის ერთი მაგრამ პირად ცხოვრებაში თავი უნდა შეიკავონ რომ ბოლომდე ჩაერიონ. რჩევა დარიგების დონეზე დიდი სიამოვნებით მოусმენ.
შევეცდები რომ გავითვალისწინო მათი რჩევა, მაგრამ თუ ჩემ ძნობას ეწინააღმდეგება ეს მათი რჩევა, მე ალბათ წავალ მათი გაწყვეტილების წინააღმდეგ. და ამით არ დავკარგავ დედამამას წინასწარ გეუბნებით, რა. არ დავკარგავ. ხო, ანუ არის არავის შევაწყებას არ ვაყენებ, მაგრამ არის კატეგორია ოჯახების შვილი რო გაუთხოვდება, წლები არ ელაპარაკებენ ერთმანეთს. აი, გისმენ ნიკა. არის უბედურება რომ ეს სულელი, ხო, მე თუ მკითხე, შვილის დაკარგვა როგორ შეიძლება? სოციუმი, გარკვეული სოციუმი. ხო, არა, არის კატეგორია. გარკვეული კულტურის შვილის დაკარგვა როგორ შეიძლება? იმიტომ რომ გათხოდა ანსოლი მოიყარა, არ მესმის მე ეს. მით უფრო გარია კულტურა საზოგადოების, მით უფრო ხალხის კონკრეტული ადამიანების, მით უფრო გამოხატულია. ეხლა აღშფოთდები. მე პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი მეგულება, ჩემი შვილი იმას რო გაყვეს იმას ხომ მოვკლავ და ჩემ შვილსაც დავაკლავდე. სახელმწიფო არ მათქმენო დაარწმუნდები. რომელ პარტიაშია მაგას თუ გინდა გეტყვი. შვილს დაარწმუნდებ ბატონო. მადლობა. ჩვენ ახლა გადავედით იმ თემაზე, რომელიც მამათა და შვილთა ბრძოლა, რასაც ქვია generations gap. საშინელი ბრძოლა ეს და იქნება მუდამ. კი. ბედნიერი მამა ბრძანდებით რომ ორი ქალიშვილი, მაგრამ ვიტყვი ერთ რაღაცას თუ შეიძლება. უცბად. ბებია ჩემი იყო გინეკოლოგი ბატონო არჩილ. ეს ახლა არის მეორადი და მესამედი ქალიშვილობა. ყოველ შაბათ დღეს დილით მოდიოდა ვოლგა გაზ 24 100 მანეთი ღირდა ეგრეთ წოდებული გაგერვა. და იკერებოდა ყოველ შაბათ დღეს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ არ ვიცი რამდენი. და ახლა მაგ მკერავს ქვია დიზაინერი. ხო, ახლა მაგას ქვია ჰემოკლასიკა. მაგრამ მე არ ვიზახე, ჩვენ დავედით უკვე ძალიან დაბალ დონეზე მართალი ხართ. ეს ამას ყველაფერს განაპირობებს საზოგადოების დღევანდელი ყოფა. შეხედეთ, ბავშვები დათრგუნულები არიან. ეშინია თქვან რომ უნდათ ეს თავისუფალი ურთიერთობები. რამდენად უფრო სახალისო ცხოვრება ექნება. მომკალი და არ მჯერა რომ ესენი არიან. მე არ მჯერა რომ არ უნდა. დათრგუნულები ხარ ხო? ამოიგეთ. და კიდევ ერთი რა. თუ შეიძლება ნოტარ. აი ეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონი, ჩემი და სოფიკო შაფატავაც ასევე სპორტსმენია და სულ არსებობს ეს კითხვა. შაფატავა, ты почему девушка? ხომ გესმით ეგ რასაც ნიშნავს? რატომ ხარ ქალ? ეს რა საქართველოში რა ავადმყოფობა? სოფიკო პასუხობს ასე. საქართველოში სექსი არის ლათინური სიტყვა და მას გათხოვება ქვია. გახსოვთ ნოდარ? ეს არის უბედურება. ეს ისევე როგორც იყო ცნობილი ტელეხიდი საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რატომ? ეხლა მოვიშველებ ჩემ საყვარელ მწერალს. ხომ ვარ ასეთი ანარქისტკა და ვიქნები ბოლომდე. მაგრამ სიმართლეს ვიტყვი. ადამიანებო, ანატოლ ფრანსი არის მეამბოხე ლიტერატურაში და ანატოლ ფრანსს ეკუთვნის ეს გენიალური სიტყვები ბატონო არჩილ ვინაჩილისეთავა. Christianity has done a great deal for love by making a sin of it. ქართულად გეგაცალე. ქრისტიანობას ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სიყვარულში, იმით რომ გახადა ის ცოდვა, ადამიანობა. სექსია თუ სიყვარულია, მე არ მჯერა რომ სიყვარული ეს, რა ქვია მაგას, უდამავის და ეს სიტყვა. გაგადა. Бисексуальный любовь. რა ქვია მაგას? ბისექსუალი არა, რა გჭირთ? რა პლატონური სიყვარული. დასავლეთ პლატონური სექსი. უბრალოდ პლატონური არის სექსის წარმოსახვა თავში. როცა ის არის შორს. არის ძახე რომ სექსი არა. ანატოლ ფრანს ვეთანხმები და პლატონა არის შორს და იმიტომ არის. ყვილი ვარ უკაცრავად. ანატოლ ფრანს ვეთანხმები და ვიტყვი ახლა, რა გვინდა ეს ფსევდომორალისტობა? რა გვინდა pseudo hypocrisy ძალიან კარგი სიტყვა ლათინური. რა გვინდა ხანჟობა? რა გვინდა ეს ხანჟობა? ადამიანებო, რაც უფრო განვითარებულია ადამიანი მორალურად, მით უფრო არარაობა თვლის ამ ფიზიკურს. ჩვენ ხომ ეს შაფათავა მუდგაინ მაგიგებგენ გენდეშხელო ქოთლიაკა მუთუ ამარჩქინე თესესთან ინგლისურის გაგოლო. რამას მოუწევთ? ბატონო, ჩვენთან მაგ ერთი შეკითხვა. ვერაფერი ვერ გაიგე. ბატონო, ჩვენთან მაგ ერთი შეკითხვა. თუ შეიძლება დაგისვათ. თქვენ ბრძანეთ რომ ორი ქალიშვილი ყავთ, ხო? არა, მე ვთქვი ორი მყავს გასათხოვარი. შვილების მეტი რა მყავს? ხო. და ქალწულები. 7 შვილი. აი ახლა ბატონო ლევა, რომელიმე თქვენი ქალიშვილი რომ მოვიდეს და გითხრას რომ აი მამა მიყვარს. მიყვარს და დავკარგე ხო, რა ქალიშვილი. საყვარელი მყავსო, ხო? ხო, აი რა გითხარი კაცო, ჯერ საყვარელს მოკლავ და მე ჩემ ქალიშვილი. გასაგებია, სწორედ ამ პასუხით და გადავიდეთ. არა, ცერუსო ცაციხოთ ხოდია წეროს. ნოდარ, მე ვიტყოდი ერთ-ერთ რაღაცას, რომ აი ამ თაობათა შორის ბრძოლა. საყვარელი, დიდი ბოდიში ჩემორძალო. ის რა ქვია, საყვარელი. საყვარელი მაგას იმიტომ ქვია,
ლექსიც არის საყვარელს უნდა შენი თვალების აკაბე უნდა ცოლს. ის უნდა გიყვარდეს და თუ გიყვარს შეურაცხყოფას რატო მიაყენებ? რატო გაწირავ მამასთან, რომელიც აუტანელი ხასიათის არის კონფლიქტს რატო შეუქმნი? რატომ რა ქალია და მოერიე? კაცი ხარ თუ ვინა ხარ? საერთოდ ეხლა გივისი ხარ უჩის მაგივრად ნუ ამალაბარაკებ. ჩაერევით ხო მაგათო. არ ჩავერევი, საქმე იქამდე არ მივიყვან. ბატონ მარჩილმა მართალი თქვა ძვირფასა. ეხლა ლაზურგვერა ზრდის ისე როგორც მიაჩნია სწორედ. მაგრამ ბატონო ლევან ხდება ხო ესეთი რაღაცეები? ამასაც გაუგია რომ ეხალებისგან დახმარება მჭირდება და არ არის მთლად ეგრე გაჭირდება. აი რა ამ შემთხვევაში გაგექცევათ გოგო. გამექცეს. ნუ აიძულებთ. მიეცით ის არჩევანის საშუალება. აქვს საშუალება, კი. სად აქვს? თქვენი ძახით მოვკლავო. ის არის ეგეთი. კაცო, მე მოვკლავ თუ გაბოზდება, ამაზეა ლაპარაკი. რატომ გაბოზდება? აი გაბოზებას რატომ აიგივებთ იმასთან რომ ყავდეს შემოგვიყვება. მაშინ ბატონო არჩილ თქვენ ხომ ექიმი ბრძანდებით, ჩვენ თქვა. ექიმი ვარ მე მგონი. ხო. სექსოლოგი თანაც. სექსოლოგი. ხო. ეხლა ვთქვათ რა სად არის პრობლემა? მე არა ვარ წინააღმდეგი რომ იმ კაცთან იყოს, მაგრამ ის კაცი ყავდეს საყვარლად და მე ის კაცი საღამოს თავის ცოლთან წავიდეს, ამას მე ვერ შევეძლებდი. როგორ ვერ გაიგეთ, მე თქვენ გითხარით ქმარ გაყრილ, ცოლ გაყრილიც რო იყოს ის კაცი თუ უყვარს. მე არ მივცემ უფლებას რომ ამ ჩემი შვილი მოატყუოს და განსაცდელში ჩააგდოს და თუ ჩემ შულს თვალები არ აქვს ახელილი, რა თქმა უნდა დავეხმარებ რომ აეხილოს. გასაგებია. გიორგი, რეალურად აი დღევანდელი დისკუსიის შემდეგ იქნება თუ არა შთაბეჭდილება რომ დღეს საზოგადოება არის გარკვეული სტერეოტიპების მსხვერპლი, როდესაც მათ ერთი სურვილი აქვს, თუმცა ვერ აკეთებენ იმქიდან გამომდინარე რომ საზოგადოებრივი აზრი მათზე ძალიან დიდ რეაგირებას ახდენს. მე რა სიტყვიან ჩემზე? ხო არა ეს ესეა, იმიტომ რომ ყველა პრობლემა საზოგადოებიდან მოდის, ხო? ჩვენვე რაღაცებს დოგმებს ვქმნით, გაილახები თუ ქალიშვილი არ ხარ, არ გაილახები თუ ქალიშვილი ხარ. იცი რა, საერთოდ მაღიზიანებს რომ ვიღაცა ესე ხმამაღლა იძახის რომ აი ეს სუდია, აი ეს კარგია. ინდივიდუალურია ყველაფერი და მოდი ჩვენს მივხედოთ ხალხო და აი ესეთ პროფესორებს დავუთმოთ აი ესეთი გადასაწყვეტი თემები. მე ძალიან არაკომპეტენტური ვარ. ჩემი შემიძლია ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა. ნიკა წულუკიძეს მოსმინოთ. ჩემთვის საშილად მიუღებელია მშობელი, რომელიც შვილის მესიჯებს კითხულობს, რა მოწერა იმან, სად მიდის, მიყვება მანქანი თუ ყან, სასტუმროში შევა და ეს არის უბედურება ჩემთვის. და ერთი ანეკდოტი გამახსენდა, ეხლა ვიღაცა მომიყვა და ამბობ თქვენს რომ მართალი ამბავიაო, ქუთაისში პატარა ბავშვს პირველ კლასელს წაასწრებს მასწავლებელი, რომ ტუჩებში აკოცავთ, ასევე პირველ კლასელ ბიჭს და დაიბარებს მასწავლებელი, რომ თვითონ დედა ჩქარა მოდითო, რა ქნაო, შენმა ბავშვაო, იმისო აკოცავ, იქიდან ბიჭის მშობლები მოწვიდებიან, აქედან გოგოს მშობლები და მოვა ბიძა საღამოს სტუმრად და შორიკე ბიძია შენს გეიგე ჩემ ბოზობის ამბავეო ანუ ბავში 6 წლის არის ჩამოყალიბებული და ფიქრობთ რომ მოეჭრა თავი და ბოზია ამ ნოტაზე უნდა დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ასეთია საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებრივი აზრის გავლენა ადამიანების პირად ცხოვრებაზე ჩვენ დღეს შევეცადეთ შემოგვეთავაზებინა დისკუსია და განსხვავებული აზრი ამ თემაზე დასკვნები თავად უნდა გააკეთოთ ეს იყო ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ნახამას